საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტოხიაშვილი. არც არჩევნები და არც ბოიკოტი. არამედ პროტესტის გაძლიერება და ერთიანობა. სალომე ზურაბიშვილის ეს გზავნილი თითქოს უპასუხოდ არავინ დატოვა, თუმცა მთავარი სათქმელი მაინც არ ითქვა. აპირებენ თუ არა დაუბრუნდნენ ერთობას, რომელსაც ჯერ ქართული ქარტიის ხელმოწერით, ქართულ ქარტიაზე ხელმოწერით დაეთანხმდნენ, შემდეგ კი წინააღმდეგობის პლატფორმაზე შეიკრიბნენ. მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც თავად აღიარეს ერთადერთ ლეგიტიმურ სახელმწიფო ფიგურად, დღესაც ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება. არიან თუ არა მზად ერთობისთვის, რომლისთვისაც მათ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დათრგუნვა მოუწევთ. პასუხი სანახევროა, ვისაც არჩევნებში არ მონაწილეობისა და პროტესტის გაძლიერების პოზიცია მოეწონა, ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ არჩევანს უჭერს მხარს. სხვები კი მეხუთე პრეზიდენტს იმაში ეთანხმებიან, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის და მართალია არც 4 ოქტომბრის არჩევნები, მაგრამ ხალხით ზურგგამაგრებულები მზად არიან ასე ვთქვათ, ურიცხ პოლიტიკურ მტერთან, თუნდაც უთანასწორო ბრძოლაში შევიდნენ. ციხეში გამომწყდეული პოლიტიკური ლიდერები წერილზე აგზავნიან, საიდანაც ერთი რამ ნათლად იკითხება. არჩევნებში არ მონაწილეობის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, როგორც ჩანს, ოპოზიცია ციხემაც ვერ გააერთიანა. ლევან თუცქირიძე, თავისუფლების მოედანის ლიდერია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონ ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი მე მაინც დავიწყებ სალომე ზურაბიშვილის იმ შეთავაზებით, იმიტომ რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირდაპირ პასუხი სალომე ზურაბიშვილს ჯერ მაინც არავინ არ გასცა. სალომე ზურაბიშვილის გეგმა არის ასეთი, რომ აუცილებელი აღდგეს წინააღმდეგობის პლატფორმა, რომ ხელისუფლება ამასობაში აუცილებლად ჩამოიშლება და ამას ყოველ ჯერზე თითქმის დარწმუნებით იმეორებს მეხუთე პრეზიდენტი და შესაბამისად უნდა იყოს წინასწარ მზად გარდამავალი მთავრობა, რომელიც სწორედ წინააღმდეგობის პლატფორმამ ქართული ქარტიის ფარგლებში უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც შემდეგ უკვე ქართული ქარტიის ასე ვთქვათ დათქმების პირობებში იმოქმედებს. ანუ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია თქვენთვის ეს გეგმა და მზად ხართ თუ არა, არ ვიცი, ჩაერთოთ სწორედ ამ თანმიმდევრობით ამ გეგმის განხორციელებაში? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, ჩვენ ვართ ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წევრები, არც არდროს არ გამოსულ ვართ, ამიტომ რა ვიცი, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, თავისუფლების მოედნის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ყველა იმ მაგიდასთან, სადაც განიხილება გულწრფელი სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადავარჩინოთ დემოკრატია და თავისუფლება და სადაც ნამდვილი ბრძოლის ჟინია. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგობის პლატფორმაში ვიყავით, ვრჩებით და მომავალშიც ვიქნებით და ისევე როგორც გვაქვს ურთიერთობა ბევრ სხვა პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფთანაც. ამიტომ მივესალმები ამ განცხადებას, რა თქმა უნდა. მაშინ რა აღდგენაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი? ან როდესაც სიტყვით ხომ თავის ბოლო განცხადებაში მან თქვა, რომ უნდა აღდგეს. ანუ იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს წინააღმდეგობის პლატფორმა, როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ ამ გეგმის განხორციელება სრულფასოვნად შეუძლებელია. აი მაშინ რა აღდგენაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი? ეს კითხვა მასთან არის ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ამ წინააღმდეგობის როგორც წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელს წინააღმდეგობის პლატფორმა არ დაშლილა, ამას შეიძლება კიდევ ვიღაცები შემოუერთեն, სხვები და სავარაუდოდ ამას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და სხვა ჯგუფებიც უნდა შემოუერთდნენ. ამას მე მხარს ვუჭერ, რომ ასევე სამოქალაქო წინააღმდეგობის სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობები შემოუერთდეს ამას. ჩვენ იქ ვიყავით იმ დღიდან მოყოლებული, რაც შეიქმნა ეს პლატფორმა და გავაგრძელებთ კიდევ ერთხელ ურთიერთობას და კოორდინაციას ყველასთან, ვისთანაც საერთო შეხედულებები გვექნება. ბატონო, ვის გულისხმობთ ახალ ჯგუფებში? მათ, ვინც თავის დროზე დატოვა წინააღმდეგობის პლატფორმა, ან შესაძლებელი ასე ფორმალურად, ასე ვთქვათ, არ დაუტოვებია, მაგრამ თქვენი პოზიციები გაიყო. გულისხმობ არჩევნებში მონაწილეობის სურვილებს, ხო? ანუ ფიქრობთ, რომ იმისათვის, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა აღდგეს, ან ეს გეგმა განხორციელდეს, რაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, სულ მინიმუმ ლელომ და გახარიამ უნდა გადაიფიქრონ არჩევნებში მონაწილეობა. აი, პირდაპირ გეკითხებით. მე რა თქმა უნდა ვთვლი, რომ უნდა გადაიფიქრონ, იმიტომ რომ სხვანაირად რო ვთვლიდეთ, თავისუფლების მოედანიც იტყოდა, რომ მონაწილეობას მივიღებთ ამ
ამ პროცესში ამას არჩევნებს არ ვარქმევთ არც ჩვენ და არც ისინი ვინც ამბობენ რომ მონაწილეობას ვიღებთო ამიტომ ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ არის ის რომ უნდა გადაიფიქრონ აბა რა უნდა ქნათ მაგრამ თუ არ გადაიფიქრებენ მე თვითონ არ მგონია რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია უნდა დავხარჯო იმაზე რომ რაღაცა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან რაღაცა ჩხუბში გავატაროთ დრო ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე არც ლელოა და არც გახარია ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე არის ქართული ოცნება და ყველა უნდა ვიცოდეთ რა არის მთავარი ამოცანა ამ ქვეყანაში. ამიტომ თუ გადაიფიქრებენ, კარგია ერთი საერთო საქმისთვის და მეორე კარგია მათთვისაც. ჩემი ღრმარწმენით, მით უმეტეს ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომელთანაც ერთად ვიყავით ადრე კოალიციაში და პატივს ვცემ მათ. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ გადაიფიქრებენ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩემი აზრით ორგანიზაციულად და პოლიტიკურად ძალიან დასუსტებულები გამოვლენ ამ პროცესიდან თუ საერთოდ და ბოიკოტის მომხრეები ამ პროცესიდან არ გამოვლენ დასუსტებულები, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია იქცეს ურთიერთდამაზიანებელ პროცესად, ანუ თქვენ სულ ცოტა როდესაც ბოიკოტის რეჟიმში თუ პროტესტის გაძლიერების რეჟიმში, იმიტომ თვითონ ბოიკოტიც როგორც ასე ვთქვათ ტერმინი და რაღაცა სამიზნე ასე ვთქვათ ხომ ფოკუსი სალომე ზურაბიშვილსაც არ მოწონს მისი ბოლო განცხადებიდან ჩანს რომ ბოიკოტიც არ არისო გამოსავალი ის ამბობს ხომ ანუ პროტესტის გაძლიერება და შესაბამისად აი მოქმედება თქვენ როდესაც აი ამ პროტესტში მყოფი ადამიანები თქვენს ამომრჩეველს მოუწოდებთ ახლაც და განსაკუთრებით აქტიურად წინა საარჩევნო პერიოდში რომ არ მივიდნენ არჩევნებზე ეს ხომ ნიშნავს რომ პირდაპირ არა მაგრამ ირიბად აზიანებთ იმ პოლიტიკურ ძალებს ოპოზიციიდან რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში ანუ მათაც მოაკლდებათ რეალურად ამ მომრჩეველი რომელიც შესაძლებელია პირდაპირ მათი ან რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი არ იყო მაგრამ ოცნებაზე გაბრაზებული აი ოცნების წინააღმდეგ აძლევს ხმას დაზიანებთ თუ არა თქვენი განსხვავებული სტრატეგიები რომ გვაქვს ხომ ეს ბუნებრივი არის ასევე ის რომ ეს სტრატეგიები ერთმანეთთან რაღაც შეჯახებაში მოვა ბუნებრივია და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ რომ ჯობდია რომ მათაც გადაიფიქრონ და მიიღონ მონაწილეობა იმაში მე სიტყვაზე მე ბოიკოტის თვითონ ტერმინი წინააღმდეგი არა ვარ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ რაღაცა სილნამდვილის შელამაზება არ არის გამოსავალი ანუ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ რაღაც სხვა რეალობას და მე ის ვერ გახდება რეგულ დიახ აი ამ სიყალბის ბოიკოტი მასში არ მონაწილეობა მე ძალიან მომწონს და მიმარჩნია მართებულ და სწორ გადაწყვეტილებად მაგრამ ამასთანავე მინდა ვთქვა რომ აი ეს რომ მე ამ პროცესში არ მივიღებ მონაწილეობას სულაც არ ნიშნავს იმას რომ სხვას არაფერს არ გავაკეთებთ აი რას გააკეთებთ თქვენ თქვით რომ ჩვენი თავარი მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში იქნება ქართული ოცნებაო მაგრამ არ ვიცი თქვენ არ გითქვამთ შესაძლებელია სწორედ იქიდან გამომდინარე ან არ ამბობთ ან არ გააკეთებთ ამას ანუ პირდაპირ პოლიტიკურ თავდასხმას ვგულისხმობთ თქვენს ყოფილ პარტნიორებზე იმიტომ რომ ერთი გუნდის წევრები იყავით ცოტა ხნის წინ ერთი კოალიცია ჰქონდა შექმნილი წინა საარჩევნოდ მაგრამ მაგალითად ნაციონალური მოძრაობა გაცილებით უფრო მკვეთრი არის ლელოს მიმართ საკუთარ გამონათქვამებში პირდაპირ იმასაც ამბობენ რომ თითქოს ლელო მათ თავაზობდა ფულს იმის სანაცვლოდ რომ არ გაეკრეთ მათზე თავდასხმა არ მოეხდინა გულისხმობ პოლიტიკურ თავდასხმას ამ შემთხვევაში ხომ მეტიც ფედერალისტები ამბობენ რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს რომ ვერ შეძლოს ლელომ გახდეს იქცეს ფსევდო ოპოზიციად ქართული ოცნებისთვის ხო და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ იქნება თუ არა ოპოზიციის სამიზნე იქნებიან თუ არა ოპოზიციის სამიზნე მათ შორის თქვენი ყოფილი თანაგუნდელები და დააზიანებს თუ არა ეს მათ მე გეტყვით ჩვენ რას გავაკეთებთ გამოვაცხადეთ კიდევაც ჩვენი ხედვა მეც დავწერე ჩემო კოლეგებმაც ჩვენ ვაპირებთ რომ ვიყოთ აქტიური წინააღმდეგობის პროცესში რას გულისხმობს ეს ეს გულისხმობს როგორც მინიმუმ სამ რამეს პირველი ეს გულისხმობს პროტესტის და წინააღმდეგობის გავრცელებას და გაძლიერებას როგორც თბილისის სხვადასხვა ადგილებში ასევე კიდევ სხვა რეგიონებში და სხვა ქალაქებში მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის შექმნა აი ფარსთან დაპირისპირება რეალური დემოკრატიული პროცესით
ქვეყანაში, მის მთავარ თვითმმართველ ქალაქებში, სხვადასხვა რეგიონში. თავის გარდამავალი მთავრობები, ამას გულისხმობთ, კი არ ფარავთ, რომ რაღაც ვიგულისხმო და სხვა რამე თქვა. რას ვაპირებთ? ჩვენ ვაპირებთ პირველი, როგორც მინიმუმ, ყველა თვითმმართველ ქალაქში გავმართოთ სოციალური დემოკრატიული დისკუსიები და პოლიტიკური დებატები ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელიც არიან აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში და ასევე იმ სხვა ადამიანების, სხვა ჯგუფების მონაწილეობით, რომლებიც ამ წინააღმდეგობაში და ამ პროტესტში არიან. და არ ჯობია, რომ დებატები გამართოთ იმ პარტიებთან, რომლებიც ახლა თქვენგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაში იჭერენ და თვლიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ველზე შესვლა. კი, აი დავამთავრებ, რასაც ვამბობდი და მაგასაც გაეცემა პასუხი. დისკუსია ყველასთან უნდა იყოს ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ასევე მე მგონია, რომ აი რაც უნდა მოხდეს ამ პერიოდში, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ რამდენიმე რამე. რატო ვლაპარაკობ პარალელურ პოლიტიკურ პროცესზე, ხო? საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს ნამდვილი დემოკრატია და რისთვის ვიბრძვით ჩვენ. როგორი იქნება მომავალში საქართველო, როგორი იქნება ნამდვილი თვითმმართველობა, როგორი იქნება ნამდვილი ნორმალური მმართველობა. ეს უნდა მოხდეს როგორც დისკუსიის, ასევე ახალი ადამიანების ჩვენებით. საზოგადოებამ ასევე უნდა დაინახოს, რომ არსებობენ ახალი, ნიჭიერი, პროფესიონალი, პატიოსანი პოლიტიკოსები ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლიათ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებას და ამისთვის სათანადო ცოდნაც აქვთ, კომპეტენციას და გამოცდილებაც. მე ასევე ვთვლი და თავისუფლების მოედანში მქონდა ამაზე დისკუსია, ჩვენ კოლეგებსაც შევთავაზეთ ეს იდეა და ვნახავთ მათი პოზიცია როგორ იქნება, რომ აი ამ პროცესის, აი ამ დისკუსიების, აი ამ მსჯელობის შედეგად ჩვენ ასევე უნდა ავირჩიოთ აქ აი ამ, რა ვიცი, ადგილობრივი საბჭოები, წარმომადგენლობები, რომლებიც იქნებიან აი ამ რეალურად ხალხის ხმის გამომხატველები ქვეყანაში. პარალელურ ადგილობრივ არჩევნებს ატარებთ? არა, ადგილობრივ არჩევნებს პარალელურს არ ვატარებთ, მაგრამ მე ვამბობ, რომ როგორც მინიმუმ თვითმმართველობის დონეზე, ასე ვთქვათ, ხალხის ნდობით აღჭურვილი პირების არჩევას აპირებთ, ჩემთვის ეს მაგალითად იწვევს რაღაცა პარალელური ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პარალელურ პოლიტიკურ პროცესზე ვსაუბრობ ზუსტად, ასე ვხედავ მე ამას, იმიტომ რომ ყველა წარმომადგენლობითი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი მიტაცებული აქვს ამ ხელისუფლებას, ამ პარტიას და არაფრის გაკეთება მასთან ერთად შეუძლებელია. ხო, ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ დიახაც პარალელური პოლიტიკური პროცესი, ბევრად უფრო დემოკრატიული, ბევრად უფრო ინკლუზიური, ბევრად უფრო მრავალფეროვანი, გახსნილი ახალი გაბედული ნიჭიერი ადამიანების მონაწილეობით და საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ზუსტად ის ალტერნატივა, რომლის შეთავაზება შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ არჩევნები მიიტაცეს. წაგვართმევენ რაღაცეებს, ჩვენ ახლებს ჩვენ თვითონ შევქმნით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ ეკუთვნის ქართულ ოცნებას. კონკურენციაში შედიხართ, არა მხოლოდ თქვენს ქართულ ოცნებასთან, აი ამ არჩევნო პერიოდში, არამედ თქვენს ყოფილ კოლეგებთანაც არ არის ასე? და კონკურენციაში შევდივართ ყველასთან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა ამ სტრატეგიის თუ როგორ უნდა დავამარცხოთ, ეს რეჟიმი განსხვავდება, ხო? განსხვავდება. ამაში მე მგონია, რომ ძალიან დარწმუნებული რომ ესეთი პროცესი უნდა წარიმართოს, ნუ სხვაებით სხვანაირად ფიქრობენ, არაუშავს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანას აქვს პროგრესის უნარი, აი ქართული ოცნება არის გაფუჭებული საათი. მესმის ბატონ ლევან, მაგრამ მაინც ვერ აღარ არსებობს, პროგრესი აღარ არსებობს. ქართულ ოცნებაზე ბევრი გისაუბრებთ, ვიცი რომ კიდევ ბევრს ისაუბრებთ, მაგრამ ეხლა ძალიან კონკრეტიკა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აკლია ხოლმე. მეტი კონკრეტულად არა, ეხლა დავიჭირე და მინდა რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავიდე ამ საკითხში. უნდა შევქმნათ პარალელური პოლიტიკური პროცესი. უკვე საინტერესო არის. ანუ ერთ-ერთი რაც გითხარით არის ის, რომ მათ შორის თვითმმართველობის დონეზე, რეგიონების დონეზე თქვენ აპირებთ დაელაპარაკოთ ხალხს და იქაც თქვენი ნდობით არჩეული პირები არ ვიცი, წარადგინოთ. აი რა ლეგიტიმაცია ექნება თქვენი ხალხის მონაწილეობის და იმ ჯგუფების მონაწილეობის, რომლებიც ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. რა ფუნქცია მოვალეობები ექნებათ? აი ნახეთ მე როგორ წარმომიდგენია, რა პროცესი შეიძლება, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს უკვე 4 ოქტომბრის შემდეგ. ახლანდელი მოცემულობით რაც გვაქვს და გვაქვს უკვე სხვათა შორის ბადრი ჯაფარიძეს პასუხი სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ეთანხმება, რომ კი ბატონო 4 ოქტომბრის არჩევნები
არ არის არჩევნები, მაგრამ ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართულ ხალხთან ერთად ბრძოლის შესვლა გადავწყვიტეთ. ანუ ამ განცხადების შემდეგ ალბათ ეჭვი აღარ გეპარებათ, რომ არ გადაიფიქრებს ლელო არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ციხემ არ გადააფიქრებინა, ევროპარლამენტის რეზოლუციამ არ გადააფიქრებინა და სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიციამ არ გადააფიქრებინა. კიდევ რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ლელომ შეიცვალოს 180 გრადუსით საკუთარი პოზიცია. ამიტომ ავიღოთ ეს როგორც მოცემულობა. ანუ გაიმართა 4 ოქტომბრის არჩევნები ქართულმა ოცნებამ, ლელომ, გახარიას პარტიამ სავარაუდოდ გირჩმაც მიიღო მონაწილეობა. ახლა არავის არ ვიცი აქვს თუ არა თავად მოლოდინი რომ შესაძლებელია გაიმარჯვონ და თვითონ დააკომპლექტონ უმრავლესობით საკრებულოები, მაგრამ ისე არსებული რეალობიდან თუნდაც გამოკითხვებიდან გამომდინარე მხოლოდ მათი რეიტინგები რომ ავიღოთ, იმიტომ რომ ერთობა ვერ შედგა, პირველ ადგილზე გავა ქართული ოცნება, მოკლედ მოუწევს ამათთან ერთად საკრებულოების დაკომპლექტება, არ მგონი ახლა გაჯიუტდნენ ესენი და თქვან რომ არც ვცნობთ ამ არჩევნებს და საკრებულოში არ შევალთო, იმიტომ რომ ძალიან უკიდურესად არასერიოზული იქნება ასეთი დამოკიდებულება იმ ფონზე, როდესაც ყველა აფრთხილებს, რომ ეს არ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. მოკლედ ჩამოყალიბდება რა ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობები, საკრებულოები, მერებიც არჩეული იქნებიან, ყველა აღიარებს არჩევნებს. რა ხდება ამ შემთხვევაში ბოიკოტის მომხრეების ფლანგზე? აი თქვენს მიერ არჩეული ადამიანები რას აკეთებენ ამ დროს? ერთი ეს თარიღი, რომელსაც თქვენ ახსენეთ, ჩემთვის არანაირი მიჯნა არ არის. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ იმ პარტიებმა, რომლებიც ამ პროცესში შედიან, რომ რა ხდება აი მარჩევნების, ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე დღეს მობრუნდებიან და გვეტყვია, რომ ხალხო კიდე მოგვატყუეს, იტყვია, რომ კიდე გაგვიყალბეს, გვიშველეთ და გვეხმარეთ, თუ რას იტყვია, რომ აი 3 ადამიანი შევიყვანეთ თბილისის საკრებულოში. ეს კითხვა უფრო მათთან არის, მე რა ვიცი, შეიძლება აქვთ რაღაც პასუხი. ჩვენთვის თქვენ როგორ ხედავთ აი 5 ოქტომბერს 5-6 ოქტომბერს ამიტომ მე არ უყურებ ამას ეს არ არის ჩემთვის ეს არ არის ჩემთვის რაღაცის ბოლო ვადა ჩემთვის არის პროცესი რომლის აღწერასაც ეხლა ვცდილობ ხო რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ კიდევ უფრო აქტიურ კიდევ უფრო მეტად კოორდინირებულ პოლიტიკური წინააღმდეგობის პროცესში და შევქმნათ პარალელური პოლიტიკური პროცესი და პარალელური პოლიტიკური სისტემებიც. ამას ვერავინ ვერ აგვიკრძალავს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ჩვენ თავისუფლების მოედან ვფიქრობთ, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია. იქნება ეს დიდი ქალაქები, თუ იქნება ეს პატარა დასახლებების შედარებით, სადაც კი მოხერხდება აი იმ ხალხის ხმა რომელიც ამბობს, რომ ამ ფარში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა და ბრძოლა იმ მეთოდებით, რომლებსაც თვითონ აი ამ ხალხის ხმა სჭირდება ადეკვატური რეპრეზენტაცია, წარმომადგენლობა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება საერთო ბრძოლისთვის, რომ აი ამ ჯგუფებმა ამ პროცესის შედეგად ასევე აირჩიონ თავის წარმომადგენლებს. კიდევ სხვა რაღაცები უნდა გაკეთდეს. ჩვენ ასევე თვლით, რომ აუცილებელია სახალხო პლებისციტის ორგანიზება ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით და ვაპირებთ ამაზე მუშაობას. კიდევ ერთხელ გვექნება კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ვინც გვეტყვის, რომ ერთად გავაკეთებთ, თუ არა და ავდგებით და ჩვენ თვითონ დავიწყებთ ამას. იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ სახალხო პლებისციტი ჩატარდეს რაღაცა ელექტრონული ფორმით, მათ შორის ტელეფონებით. გავაკეთოთ კი, რა თქმა უნდა, ხა რატომ არ შეიძლება, ხო? ბევრი 21 საუკუნეა და მართალია ქართულმა ოცნებამ პროგრესი ამ ქვეყანაში გააჩერა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ამაზე გავაგრძელებ რა საუბარს, იმიტომ რომ მაინც ვერ მივიღე ბოლომდე ამ მომწორავე პასუხი, მაგრამ აი ეს ყველაფერი ვინ უნდა დააორგანიზოს? ეს ყველაფერი უნდა დააორგანიზოს პოლიტიკურმა პარტიებმა. პოლიტიკური პარტიებისგან პოლიტიკური პარტიები ეხლაც არსებობენ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ აუცილებელია ხალხისთვის გარკვეული ალტერნატივის ჩვენება იმისათვის, რომ ალბათ ეს პარალელური პოლიტიკური პროცესი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ნდობით სარგებლობდეს ოპოზიციის მხარდაჭერების მიერ. ანუ აი როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ დროებითი მთავრობის დაკომპლექტება და დროებით მთავრობაზე საუბარი, დროებით მთავრობაზე ალბათ უნდა ვისაუბროთ. მე მგონია ზოგადად წინა არჩევნების წინაც ვამბობდი, რომ ჭრილოვანი კაბინეტების შეთავაზება და ასე შემდეგ შეიძლება კარგი მიდგომა ყოფილიყო, მაგრამ ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან უნდა ვისაუბროთ და კიდე სხვებთან, იმიტომ რომ არის ეს განსახილველი და მე მგონი რომ არის ესეც საკითხი, რომელზე საუბარი და მსჯელობა შეიძლება, მაგრამ თქვენ დობაზე საუბრობდით. დობა საიდან უნდა გაჩნდეს? დობა ციდან კი არ უნდა ჩამოვარდეს. დობა უნდა აშენდეს
სწორედ აი იმ პარალელური პოლიტიკური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საფუძველზე, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ. ნდობა მოდის საერთოდ, როცა ხალხი გამოგიცხადებს ნდობას. ხუთი ლიდერი კი არ უნდა დაჯდეს მაგიდასთან და თქვა, რომ ხალხო, ეხლა ჩვენ გვენდეთ. არა, ბათუმელები უნდა შეიკრიბონ და უნდა თქვა, რომ აი მოვისმინეთ ამდენი ადამიანის აზრი და მათ ვენდობით, რომ წარუძღვნენ ჩვენ ბრძოლას ბათუმში. თბილისელები უნდა შეიკრიბონ და თქვან, რომ ჩვენ მოვისმინეთ ყველა შეხედულება, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო მოძრაობის სხვები და აი ამ ადამიანებს ვენდობით. ამიტომ მე არ მჯერა ოფისში მომხდარი გარიგებებით შექმნილი ნდობის და პოლიტიკური პროცესის. მე მჯერა სახალხო დემოკრატიის, პირდაპირი დემოკრატიის და მჯერა საჯარო პოლიტიკის და ეს უნდა ვაკეთოთ და ამას ვაპირებთ თავისუფლების მოედანზე. ხო, თქვენ თქვით, რომ ანუ ცალკე აპირებთ, პარტიებთან ერთად აპირებთ, ანუ ეს იქნება ალბათ კოორდინირებული ქმედებები სულ მინიმუმ იმ 8 ოპოზიციურ პარტიას შორის, ვინც გააკეთა არაერთი განცხადება, მათ შორის დაგეგმილია 19-ში, როგორც იცით, 19 საათზე მსვლელობა. ანუ აი განსხვავებულს რას აპირებთ იმისათვის, რომ ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის შექმნათ, რაზეც ვისაუბრეთ იმის გარდა, ანუ იმისათვის რომ პროტესტი გაძლიერდეს, სალომე ზურაბიშვილიც ამაზე საუბრობდა. თქვენ თქვით რომ ჩემთვისო რაღაცა ესეთი სამიზნე თარიღი არ არისო 4 ოქტომბრის არჩევნებიო, მაგრამ არაერთხელ მოგვისმენია, როდესაც ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, რომ ყველაფერი უნდა ბოიკოტი თვითონ რას ნიშნავს, რომ მათ შორის არჩევნების მიმართ ბოიკოტსაც ნიშნავს. არჩევნების მიმართ ბოიკოტი ჩემი ახმით. იაბაწყლის დალევაზე კი არ ვაცხადებ ბოიკოტს, ხო? აი ჩემ კიდევ უფრო დავკონკრეტებ, იმიტომ რომ რაღაცები ითხოვს დაზუსტებას, მით უმეტეს რაც უფრო ნაკლები დრო რჩება. ჩემთვის მაგალითად არჩევნებისთვის გამოცხადებული ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ ამ მომრჩევლის 50%-ზე მეტი არ მივა საარჩევნო უბანთან და ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ჩავარდება. არის ეს თქვენი სამიზნე? არჩევნები ჩავარდნილია. არჩევნები ჩავარდნილია. წაიკითხეთ, აი შევხედოთ რა მოხდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხო, ეს არ არის არჩევნები. ის ბოლო რაც იყო, ისიც კი ისეთი საშინელი არჩევნები იყო, რომ ეუთო რომელიც აკვირდებოდა, იმ არჩევნებზე რა ანგარიში დაწერა, თქვენს კარგად იცით საკითხი. მაგრამ არ თვლიან ასე თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები. არა, მე ჩვენ პოზიციაზე ვლაპარაკობ, მაგრამ თქვენი პოზიცია ხომ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საერთო სურათი ჩამოყალიბდეს. ანუ ნახეთ, შიშები ბოიკოტის მომხრეებისა და აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ლოგიკური და ლეგიტიმური არის იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული არა მხოლოდ თქვენი იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხო შავით თეთრზე ეწერა, რომ ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით ქართული ოცნება შეეცდება არსებული სტატუს კო შეცვალოს, ანუ ლეგიტიმაცია შეიძინოს. ამას გეკითხებით, ხომ არ მოხდება ისე, რომ ოპოზიციის მონაწილეობით ქართული ოცნება შეძლებს იმას, რისი მიღწევაც ამ ეტაპზე ვერ შეძლო. გულისხმობ აღიარებას, გულისხმობ ასე ვთქვათ, საერთაშორისო იზოლაციის ნაწილობრივ მაინც მოხსნას და დამოკიდებულებების შეცვლას მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აბა რატო არ შევდივართ ჩვენ არჩევნებში? იმიტომ არ შევდივართ არჩევნებში, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, რომ ამ და კიდე სხვა რისკებს ხო. ჩემედით ეს თავისთავად ნათელია, თორე ეს რომ ასე არ იყოს, ხო? მაშინ ხო ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და პირველი ვიქნებოდით, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა უნდა, ეს რომ იყოს არჩევნები და აი ამ პროცესში ვიღაცის შესვლა ბოროტად რომ არ გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ. ეს თავისთავად ცხადია, რა თქმა უნდა, იმიტომ არ მონაწილეობთ ამაში. მე ვლაპარაკობ ამის მერე რა ხდება ხა, ვინც შედიან, იმათ მაგივრად მე აქ პასუხებს ნამდვილად ვერ გაცნობ. არა, იმას მაგივრად მე შემიძლია ვისაუბროთ ჩვენ პოზიციებზე. ბოიკოტის ერთ-ერთი მიზანი არის თუ არა, რომ არჩევნების ჩაშლა. ადგილობრივ არჩევნებში არ არის დადგენილი არანაირი ზღვარი ტექნიკური, ხო? მაგრამ დაბალი მონაწილეობა ამ არჩევნებში, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, არ მონაწილეობა ამ სიცრუეში და ამ ფარში, რა თქმა უნდა, იქნება სერიოზული პოლიტიკური დემარში ქართული საზოგადოებისგან. ამისაკენ მოვუწოდებ მე თავისუფლების მოედნის მხარდამჭერებსაც, ყველასაც და ქართული ოცნების ყოფილ მხარდამჭერებსაც, რომლებიც აი ახლა უყურებენ იმას, რა ხდება ქუჩებში თბილისის. როცა აი დღეს რაუბედურება ტრიალებს მოქალაქეებს, როგორ ესხმიან გლებივით თავს ვიღაცა პოლიციის ფორმაში ჩასული ადამიანი. არც ისინი არ უნდა მივიდნენ ამ არჩევნებზე. ბოიკოტს იმიტომ უცხადებთ ამ არჩევნებზე, რომ არავინ არ უნდა მივიდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ამოცანა, მაგრამ მე რაზე ვცდილობ, რომ აქ ვისაუბრო ასე. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ
მარტო არ მონაწილეობა კი არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის კიდევ უფრო ახალი, რეალური, თანამედროვე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შექმნა აი ამ ფარსის იქით, რომ აი ადამიანს, რომელიც გადაუწყვეტელია მაგალითად, ხო აი აღარ აინტერესებს, საერთოდ აღარ უნდა არავის დანახვა, რომ დაინახოს ერთი მხრივ აი ეს ფარსი, რასაც ქართული ოცნება აწყობს და მეორე მხრივ გავიდეს თავის ქალაქში, ცენტრალურ მოედანზე და დაინახოს, რომ სინამდვილეში პოლიტიკა სულ სხვაგვარი შეიძლება იყოს. კიდევ ერთი დაზუსტება, სალომე ზურაბიშვილი, როდესაც საუბრობდა აი ამ ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის შექმნაზე, ხო, თავის გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენის შემდეგ უკვე, როდესაც ქართული ოცნება დამარცხდება თუ ჩამოიშლება და სხვა შორის დარწმუნებით ამბობს ყველა თავის განცხადებაში, რომ აუცილებლად მოხდება ჩამოშლა ქართული ოცნების. თუ რაიმე ინფორმაცია აქვს პირველ რიგში, ალბათ უნდა გაანდოს იმ ორ პოლიტიკურ ძალას, ვისაც დღემდე მიუხედავად ყველაფრისა არჩევნებში მონაწილეობა აქვს განზრახული. რაიმე ასე ვთქვათ ინფორმაციას ეფუძნება სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ დღეს ხვალ ქართული ოცნება აუცილებლად ჩამოიშლება. შესაძლებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან აქვს რაღაცა სარწმუნო ცნობები, რომელიც მას აძლევს საფუძველს თქვას, რომ უახლოეს პერიოდში ეს თავისთავად მოხდება. მათ შორის თქვა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ არავითარი ადგილობრივი არჩევნებიც არ ჩატარდებაო. ეცით რა არის, მე მგონი ყველაფერი ნათელია და არაფერს ძებნა არ უნდა რა. რა დაემართა თორნიკე რიჟვაძეს? რა თუნდა ამას რაღაც სარწმუნო წყაროები და რაღაცა და ვიღაცამ რაღაც გითხრა. ეს ხალხი რო ტყვიას ისურის ერთმანეთში ხო ფაქტია. ეს ხო ფაქტია, ხო რა მოხდა, როგორ მოხდა, რა გაირკვევა მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება რეალურად დამოუკიდებელი პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა და დამოუკიდებელი სასამართლო. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთს დაუწყეს ტყუის სროლა და მერე რა ხდება ამის მერე? თორნიკე რიჟვაძე სიკვდილის პირას არის და ის ხალხი, ვინც გუშინ მას მეგობარს ეძახდა, ქორწილში ათამადებდა და შვილებს ანათლინებდა, Facebook-იდან შლის შეშინებულები და ეს ხალხი მერე გამოდიან ეთერებში და ლაპარაკობენ, რომ რაღაცა ვაშკაცობენ და ქართულ ტრადიციებს იცავენ და ასე შემდეგ. კი, ამ დონეზე არ მიმიდევნებიან. აი მე მივადევნე, ამიტომ არაფერს აღარ მახსოვს სახელი, მაგრამ მისი აჭარელი რაღაცა ჯგუფის წევრები იყვნენ. ხო, და ამდენი ხანი ხმა ვერ გაიგეს. მასთან ახლობლობის გამო მათაც არ მოუწიოთ რაიმეზე პასუხისგება. რამდენი ხანი დაჭირდა იმას, რომ ადამიანებს რაღაც ხმა ამოეღოთ მისთვის რაღაც ისა და ისა ჯანმრთელობას უსურვებთ თუ გეგონება გრიპი ქონდა ადამიანს, ხო? და ეს ადამიანები როგორ მოგვიგებენ ჩვენ, რომლებიც 200 დღეზე მეტია სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს ქუჩაში გვერდში უდგევართ, ერთმანეთს ფეხზე ვაყენებთ და ამხელა სოლიდარობით ვიბრძვით და ამხელა პროტესტს ვასაზრდოვებთ, ხო? ვის უნდა მოუგონ ამათმა? ამიტომ ჩვენი ბრძოლა მიდის ზუსტად ასე, წინააღმდეგობით, დაუმორჩილებლობით, ერთადგომით, სოლიდარობით, სიმართლით და გონივრულობით. ჩვენ შეიძლება ძალიან ხშირად გვაკრიტიკო რაღაცებზე, მაგრამ სტრატეგიულად და გონივრულად მოქმედებთ. ერთი კარგი მაგალითი ამის გინდათ, ნულოვანი ანგარიში წააგო ქართულმა ოცნებამ დიპლომატიური ომი ოპოზიციასთან საერთაშორისო ასპარეზზე. ნულოვანი ანგარიში. მაშინ, როდესაც მთელი სამინისტროები, საელჩოები და ასე შემდეგ, ვიც კი ოდნავ ის იყო, რა ქვია, განსხვავებული აზრის მქონე, გაყარეს და პარტიის დანაყოფათ აქციეს და მაინც ვერაფერი ვერ შეძლეს. იმიტომ რომ აქეთ მხარეს ეგრე არ არის, აქეთ მხარეს არის ცოდნი ადამიანები, პროფესიონალები და ხალხური საქმე. ამ შემთხვევაში გასაგებია, თუმცა ძალიან ბევრი გადაწყვეტილება არის ბოლომდე მისაყვანი და არის ძალიან ბევრი შეკითხვა, შეძლებენ თუ არა იგივე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთისა და სლოვაკეთის, ასე ვთქვათ, ხმების დაძლევას იმისათვის, რომ სისტემური სანქციები დაწესდეს ქართული ოცნების წევრების მიმართ, მაგრამ რაც შეეხება შიდა, ასე ვთქვათ, შიდა ბრძოლას, ხომ? თორნიკე რიჟვაძის кейსი, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების სამსახურიდან თუ თანამდებობებიდან გაშვება არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ მიფიქროთ, რომ ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოიშლება და იმდენად დასუსტდება, რომ უბრალოდ სხვა გზა არ ექნება ახალი არჩევნები რომ არ დანიშნოს და შესაბამისად მოხდეს უკვე დემოკრატიული გზით ხელისუფლების გადაბარება. ხმები ვრცელდებოდა, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება და რომეო მიქაუტაძის გარდა ჩვენ ვიხილავთ არაერთ მაღალჩინოსანს, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. არ ვიცი, ფლობთ რაიმე ინფორმაციას, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია დღის წესრიგში
პერიოდში ასეთი მოვლენებიც დადგეს ქვეყანაში? მე არ გამორიცხავ არანაირად, იმიტომ რომ ეს რაც ემართებათ მათ, ხო იმიტომ ხო არ ემართებათ, რომ კარგად არიან. იმიტომ ხომ არ ემართებათ, რომ ესენი არიან წელში გამართული, კარგად ორგანიზებული, ჭკვიანური, სტრატეგიული რაღაცა ის. არა, ეს იმიტომ ემართებათ, რომ ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოჩნდნენ. როგორც შიგნით, ასევე გარეთაც. საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ მეკითხებით, რომ ეს ყველაფერი რაც მოხდა, საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დაიშალოს, არა. მეტია გასაკეთებელი და სწორედ ამაზე ვლაპარაკობ. კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? თუ კიდევ ბევრი სხვა გეგმა გვაქვს, თუ დრო გვექნება ვისაუბრებთ, მაგრამ ეს არის თუ არა იმის სიმპტომი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ისინი არიან რაღაც არ ვიცი პოლიტიკური ზომბები გახდნენ, ხო? რაღაცა რო კითხო, დედა უფრო გიყვარს თუ მამა, გეტყვიან deep state-ი. რაღაცა წვიმა რატო მოდის deep state-ი, რაღაც ორმო რატოა ქუჩაში deep state-ი. ანუ არანაირი იდეა ამ ადამიანებს აღარ აქვთ და ასევე დაკარგეს ნარატივის კონტროლი. აღარ არის ხაზი რას ამბობენ აი სისულელეებს ხო და როგორც ეხა ბოლოკლები აჩვენეს მათი მხარდამჭერების ნახევარსაც კი არ ჯერა იმ აბსოლუტური აბსურდის რასაც ისინი სთავაზობენ მართლა აი საცობი რატოა ეხლა აქ რომ მოვდიოდით ხო იმიტომ რომ deep state-ია შეიძლება ესეც გითხრან რა და ეხა წარმოუდგენელი და ამასობაში რეალობა იცვლება მათ შიგნით იმიტომ რომ ეხა ეგრე არ არის ადამიანები ვართ ხო გუნდის შიგნით რომ ტყვია გავარდება და ვიღაცას მოხვდება ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ძალიან სერიოზული საკითხია. უკვე არჩევნების შემდეგ წარმოგიდგენია რომელი არჩევნების შემდეგ? აი ამ 4 ოქტომბრის. ეგ არ იქნება არჩევნები. 4 ოქტომბრის შემდეგ წარმოგიდგენიათ თუ არა რაიმე ფორმით თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალებთან, ვინც მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ აი ლელოს განცხადება მოვისმინე, ლელოს ლიდერების განცხადება, ისინი ამბობენ რომ ხო მართალია ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ აუცილებლად დარჩებიან პროტესტის მხარდამჭერები და საჭირო დროს ყოველთვის ითანამშრომლებენ იმ პოლიტიკურ ძალებთან ოპოზიციაში, ვინც ბოიკოტის რეჟიმში დარჩება. პოლიტიკური ცხოვრება არის მუდმივად მოძრავი ჭადრაკის ფიგურები. მუდმივად, აი ყველა ცვლადი ერთდროულად მოძრაობს. ამიტომ მივიდნენ ახლა იყოფა შესაძლებელი. მე ვნახოთ, მაგრამ გააჩნიათ კიდე ისინი რას გააკეთებ და რა მოხდება. ამიტომ ეხლა რა მესწრული ვითანამშრომლებ თუ არ ვითანამშრომლებ თუ რა მოხდება, არის ძალიან ადრე. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თვითონ როგორ მოიქცევიან და რა მოხდება საქართველოში. მადლობა ლევან ცუცქირიძეს, თავისუფლების მოედანის ლიდერის უსმენდით გადაცემაში. მას დავემშვიდობები, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახური საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნაბიჯებს მსჯელობს, ნათქვამია განცხადებაში, რომ მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს მომდევნო კვირაში გაკეთდება განცხადება 15 პირის სანქცირებაზე, რომელთა ნაწილიც არის მოსამართლე, როგორც უკვე მოგიხსენებათ, ასევე 15 რიცხვში ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეძლებენ თუ არა ისინი დაძლევენ უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტო. ალეკო ელისაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენთან ალეკო მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი, გაქვთ რაიმე კეთილსაიმედო მოლოდინები სწორედ აი ამ მინისტერიალთან დაკავშირებით, რომ შეძლებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთისა და სლოვაკეთის იმ ერთგულებაზე იქონიონ გავლენა, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ყველას წინააღმდეგ ქართული ოცნების მიმართ იჩენენ. გამარჯობა, მოგესალმებით. მე რომ მკითხო ძალიან დააგვიანა ყველაფერი ევროკავშირმა, იმიტომ რავი, ერთი წელი აბცემენ, გვიჯერენ, გვირტყავენ და რა ვიცი, იქ, ევროკავშირმა თვითონ შექმნა აი ესეთი მძიმე და რთული ბიუროკრატიული სტრუქტურა, რომლის სუსტ წერტილებსაც მაგალითად რუსეთი ძალიან ეფექტურად იყენებს, ხო? იქ არის სლოვაკეთი, უნგრეთი, მერყევი, ავსტრია და არა და ვეტოს პრინციპია 27 წევრი ქვეყანა ევროკავშირში და ყველა კონსენსუსის ის არის, რა ქვია, ყველა უნდა იყოს რაღაც გადაწყვეტილებას თანახმა. ეხლა კი მიდის ლაპარაკი, რომ უმრავლესობამდე ჩამოვიდნენ და ამით დასაჯონა ეს გატუტუცებული ორბანი, მაგრამ ნუ ნახოთ რა იქნება. მე ამიტომ რეაქცია მათი არის დაგვიანებული, თუმცა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქცია და ვისურვებდი, რომ ეს სანქცია ისეთი იყოს, რომ აი საკუთარ ტყავზე რო ყველა იგრძნობს და აი ქონების ჩამორთმევაც იყოს და ყველაფერი იყოს აბსოლუტურად. თუმცა მართლა შეიძლება ყველა იგრძნოს, იმიტომ რომ საუბარი მათ შორის მოლაპარაკებ განსახილულ მაგიდაზე დევს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ვიზა ლიბერალიზაცია ჩემი აზრით
პირველ რიგში ხალხს დაარტყავს, იმიტომ რომ ესენი მაინც გაძვრებიან საგულაოდ ევროპაში, მაგრამ აი ესენი უნდა დასანქციოს. სავარაუდოდ არიღიც არის ნათქვამი, რომ შესაძლებელია უკვე ამოქმედებას, ანუ მიღებიდან ამოქმედებამდე პერიოდს მიღება შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, გადაწყვეტილების მიღება და ამოქმედებამდე ბევრი წელი დარჩენილი შეიძლება ეს იყოს 1 იანვარი მომავალი წლის. რომ დაუღიათ ვიღაცეები და ისე ტყუილი სუპი მაქვს ახშიო, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რა კარგად მიდის ქვეყანა. ანუ კოცების ხალხი რო არის, მხარდამჭერები, ტვინი რო აქვს, არეული და რაღაც ელემენტარული დასკვნები ვერ გამოუტანიათ. ქართული ოცნების ყველა ლიდერს აქვს ქონება ევროპაში. ქართული ოცნების ყველა ლიდერი აგინებს ევროპას, აი ვიღაც აი ბრიყვი ხალხის თავი ტვინის ასარებად, სუპი მაქვს, არა მაქვს, აი ამნაირი ხალხის. ნახირად რო ამიჩნდება, მართლა ნახირივით რო იქცევიან. მაგრამ ყველა ქართული ოცნების ყველა ლიდერს ამ ბიზნესი აქვს, ამ საბანკო ანგარიშები აქვს, ამ ქონება აქვს, უზარმაზარი პარიზში, ბარსელონაში, ლონდონში, ბერლინში. და ვერ ჩავალთ ვიზის გარშე, ჩავალთ ვიზით თუ ამბობენ აგერ. ხო და საერთოდ რო ვერ ჩავლენ. ალაძეც იყო ეხლა. მე ვისურვებდი რომ ისეთი სანქციები დაადონ. აი მაგნიცკისია როგორც აქვს. ქონების ჩამორთმევა, აბსოლუტური ყადაღა ყველაფრის. რუსებს რაც უქნეს რომ იახტები რო წაართვეს და ლონდონში სასახლეები და მედვედევს იმაში უზარმაზარი ვენახები და ის რო ქონდა იტალიაში უზარმაზარის და იქ სალავიოვი რო ერთი ნაძირალა კიდე პროპაგანდისტი. აი ამათ ესეთ ყავი უნდა გააძრონ. ძალიან სიმპტომატური იყო რომ რუხაძე რო არის იმედისის. ანტიევროპულ და ამერიკულ ის იმედს ხო ანტიევროპული და ანტიამერიკული კამპანია აქვს. რუხაძეშვილი იმაში ცხოვრობს რა ქვია ამერიკაში და ლესბოსელია და ცოლი ყავს გოგოს. კი ბატონო, ყველას თავის არჩევანი აქვს, კაცო, უბრალოდ იმედი არის მაგაზე გადასული. ამერიკის მოქალაქეა და ევროპაში ქონება აქვს და ჰოლანდიაში დაიწერა სტატია, რომ ეს ნაძირალაო, ესო ეს ანტიდასალურ კამპანიას ეწევა საქართველოში და პროპაგანდისტულ მედიას ხელმძღვანელობს და აქო ბიზნესებს აქედან მართავს. აი მასეთ ხალხს უნდა ამოსდონ ლაგამი და ვისურვებდი რომ ეგ სანქციები იყოს εσეთი და აი მე ნახეთ ჩვენ თქვენ ამათი ტირილი და ვაიბა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გეგმას. მან პირდაპირ და მკაფიოდ თქვა რომ მისი გეგმა არის ასეთი. წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენა, გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება, ერთიანობა, რაც მთავარია, მკაფიოდ თქვა რომ არჩევნებში მონაწილეობა, ამ არჩევნებში შესვლა არის ფარსში მონაწილეობა და თავის მოტყუება. თუმცა თქვა რომ მხოლოდ ბოიკოტში ესე პასიურად დარჩენაც არ ივარგებს და აუცილებელია პროტესტის გაძლიერება. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით და დამოკიდებულებას ევროპარლამენტის რეზოლუციაც დაეთქვა, მაგრამ თქვენ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეგიცვლიათ. რატომ? რატომ უნდა შეგვეცვალოთ? ანუ სალომე ზურაბიშვილმა რას თქვა? მე სიმართლე ევროპარლამენტის განცხადება ევროპარლამენტის რეზოლუციას არასწორი ინტერპრეტაციები მიდის. ზურაბიშვილის ასე ვთქვათ პოზიცია მით უფრო იმ ფონზე სალომე ზურაბიშვილს ასახელებდით თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად. ახლა რამხელა პოლიტიკურ ფსონს ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ იქნება. ხო, დასახელება არ არის. ანუ სალომე ზურაბიშვილის სამყარებდით მას. ამოსვლაში მე გეგმა ვერ დავინახე სწორედ რომ აი დამაკლდა ზუსტად მოქმედების ნაბიჯები. ერთობა რო არის საჭირო, სწორია. სულ ერთობას გავიძახი დავდივარ ეთერში და ყველა უკვე რაღაც ნათელაშვილი ხო განსაკუთრებით რანაირი კაცი არ ვიცი დგას და ჩემი ლანძღვის გარდა მეც არაფერს არ აკეთებს ვიძახდი რომ მეთქი ხელს გიწვდი შეევრიგდეთ ყველას ხელს უწვდი იმიტომ რომ განსასწრებელში ვართ ვინც ქართული ოცნების ხარდამჭერები არა ვართ ეს რაღაცა საღლიცინოთ მიიღეთ ასე ვთქვათ შერიგების საღლიცინო ამბები გავიგე მაგრამ ნუ კი ბატონო ვამბობდი რომ მოდი კომპრომისებზე ვილაპარაკო რა შედით მაგის Facebook-თან და ნახავთ იმას რა ქვია არც საფრთხის განცდა აქვს, რავი, ეთყო არხეინათ არის ნათელაშვილი და ეთყო არ ეხებიან და რავი, კმაყოფილია თორე, არ ვიცი ხა. როცა გეუბნები რომ ერთად დავდგეთ, იმიტომ რომ ყველა განსასწრებელში ვართ. და ეს საერთოდ რაღაცაზე მოვიფიქროთ. გეუბნები ქართველები ვიღაცამ დაგვწყევლა და გითხრა რომ თქვენ ქართველები და ერთობა არ ახართ ისა რა ქვია. და სხვა ვინ გამოგიწოდათ შერიგების ხელი? აი ისე როგორც თქვენ გულისხმობდით. სააკაშვილმა თქვა რომ ხელს უწვდი, კი ბატონო, მაგრამ ნუ დგანან და გულანძღავენ მთელი პარტია და აი მთელი პარტია არავის ვინც გვაკრიტიკებს ჩვენი პოზიციის გამო მე ლანძღვას და თათხვას არ უბრუნებ. უბრალოდ ჩემ გამოცდილებას ვეტყვი, აგერ ახლა თქვენ კორესპონდენტს ვეწერებოდი და უთხრეთ, რამდენიმე ესე ავდექი და ნერვები მოშლილმა დავიწყე ოპოზიციონერების ლანძღვა, სულ წინ დამხვდა ის ყველაფერი. სულ წინ დამხვდა. ამიტომ კარგი პოლიტიკოსობა მეც მეგონა რომ რაც უფრო მახიანად გალანძღავდი ხალხს. ეგ მეგონა, მაგრამ არ არის ეგ ცუდია და ნუ აკეთებ ამას. ლანძღვაც არის და ლანძღვაც ალეკო ხა პირდაპირ ამბობენ ნაციონალურ მოძრაობის წევრები რომ თითქოს ლელო მათ სთავაზობდა გაჩუმებას ფულის სანაცვლოდ. ანუ თავდაუსხმელობას, ხო პოლიტიკურ თავდაუსხმელობას ფულის სანაცვლოდ. მაგალითად ეხა მე
მოდიეთ ჩემ თავზე ვილაპარაკეთ. მეც იმ კოალიციას წარმოვიდგინე. აი როგორ წარმოგიდგენთ რომელიმე ნაციონალთან მივედი და უთხარი რომ ძალიან მეშინია თქვენ არ გამლანძღოთ თქო. ხო და მოდი ფულს მოგცემთ რომ არ გამლანძღოთ. აი როგორ წარმოგიდგენთ ხე? აი საიდან მოიტანეს? არ მინდა შევყვე ამ ამბავში. არ ვიცი ეს ჭუჭი, არ ვიცი რატო წამოატირტივეს. იცი რა არის? ჩვენ ბიჭო ვამბობთ რომ ბრძოლის განსხვავებულ გზას ვხედავთ. ბოიკოტში ვხედავთ ვერაფერს. ამას დახრულ შეხვედრაზე კითხვას ვსვავდი და ყველას მინდა კითხვა დაუსვა. მე ერთს ვიტყვი, ლანძღვაზე არ პასუხობ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ასიამოვნო მოსასმენი არ არის. ანა წითლიძე ან სხვაები რომ დგანან და ესე უშვერად ლანძღავენ და რეებს ლაპარაკობენ, მაგრამ ღალატიაო პირდაპირ გეუბნებიან, ხო? ღალატის არ პასუხობ. მე გულწრფელად ჯერა, რომ მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება. აი მაგის გულწრფელად ჯერათ. უბრალოდ ვერ ზომავენ და ნუ იქ ბევრი ახალგაზრდა და რაღაცა უკადრებელს კადრულობენ. მე კი ჭკუას დავარიგებ, ვისაც თუ ვინმე მიიღებს, იმიტომ რომ მეც ამ რჩევას სიამოვნებით მივიღებდი. აღარა ვარ პატარა ბიჭი, 47 წლის ვარ. რაღაც გამოცდილება მივიღე, სადაც უშვერად ლანძღე ვიღაც და ზედმეტად ემოციურად მომივიდა, თან ლანძღე მარტო იმიტომ რომ განსხვავებულად აზროვნებდა და ფიქრობდა, სულ წინ დამხვდა თქო. და ძალიან მინანე ბევრ შემთხვევაში. ამიტომ ეს არ არის სწორი ამბავი რა. ნუ კი ბატონო ლანძღეთ ახლა რავი თქვენი საქმისა თქვენიც, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვამბობთ რომ არაფერს არ დაგვაზიანებს, ისინი თავს აზიანებენ. აგერ საუბრობდა ლევონ ცუცქირიძე იმაზე, რომ პარალელური პოლიტიკური პროცესი უნდა შექმნან ალეკო იულიან რეგიონებში, პირველ რიგში მოუწოდებენ არჩევნებში არ მონაწილეობისკენ ამომრჩეველს და ამომრჩეველს რომ მოუწოდებ არჩევნებში არ მონაწილეობისკენ თქვენ დაგაკლებათ, მე ხო არ დამაკლება ამ შემთხვევაში, ხო? ამომრჩეველი. ეს ძალიან ცუდია. არ არის ეს ურთიერთდაზიანება. ჩვენთან რა არის პრობლემა? აი პრობლემა რა არის, რომ შენ თუ ჩემსავით არ ფიქრობ, შენ ხარ საზიზღარი, მოღალატე, ვერ გიტან, უნდა სტალინის სხვას კი არ აკეთებდა. ვინ სხვანაირად ფიქრობდა, იმ ხალხს ხრეთდა და არქმევდა, რომ ეს არის ტროცკისტი, ეხ არის რა ვიცი, ბუხარინის მომხრე, ის არის, რა ქვია, ნაციონალისტები და არ ვიცი, მოკლედ მიზეზებს და სახელებს იგონებდა, მაგრამ რას აკეთებდა, რომ ვინც მის აზრს არ ეთანხმებოდა, ყველას ხრეთდა. ხო ეს ამბავია, ეს ხალხი რომ მიუშვა, ხო დაგხრეთენ, ამე რო იყოს. უბრალოდ ვამბობთ, რომ ჯო არაფრისთვის არ გვიღალატია, პირიქით ვამბობთ, რომ ბრძოლაში შევდივართ. ჩემთვის ადამიანურად არ საარჩევნო ბრძოლაში შესვლა და მონაწილეობა გაცილებით საშინლად დისკომფორტია, ვიდრე თქმა იმის, რომ ვარ ბოიკოტში. თანასწორო უსამართლო. კი ბატონო, შეიძლება წაგებულშიც. კი ბატონო. წაგებულ ბრძოლაში შედიხართ და აი კარგი როგორ წარმოგიდგენიათ, ხა ამით ვუპასუხოთ კიდეც, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვერ დაარწმუნეთ იმაში, რომ არჩევნებში მონაწილეობა კარგია. ფაქტია, რომ ვერ დაარწმუნეთ. ადამიანი, რომელსაც პოლიტიკურ არ გვინდა შესაძლებლობა ხელი. იოლად რატო დაუთმოთ უბრძოლოთ ამათ? შეხედეთ თბილისში. თვითით რომ არაფრით არ გამოხვალთ ამ ბრძოლიდან, ალეკო, რისთვის შედიხართ ამით ხსენით? ერთი წამით. 65% ოპოზიციის მხარდამჭერია თბილისში. 25%-ია ქართული ოცნების. ანუ სამჯერ მეტი უპირატესობა გვაქვს და ეს გვინდა ლანგარზე მივხვდეთ. ხო, მაგრამ ის 65% რამდენი თulis იქიდან რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს. დავარწმუნოთ, გვინდა რომ ამას ველაპარაკები და ხოლმე ამაში დაარწმუნებთ 8 პარტია გამოვა სულ მინიმუმ და ნუ ეხა ბოდიში, მაგრამ ჩვენც რო დავიწყოთ, ეხა რა იმათი 8 პარტია არ გაიშვა, ეხა ჩვენ მე შემიძლია ჩამოთვალო მასე, რომ ჩვენ მაგალითად კოალიციაში უკვე 2 პარტია ვართ. კიდევ რო ჩავშალო, შეიძლება 4 პარტია ვიყოთ. იქაც 8 პარტია არ გაიშვა, ფედერალისტები არ გაიშვა, თავისუფლების მოედანი არ გაიშვა, ევროპული საქართველო არ გაიშვა, კოალიცია ცვლილებებისთვის არ გაიშვა, ნაციონალური მოძრაობა არ გაიშვა თავისი კოალიციის წევრებით თუ აქედან 2-3 არის პარტია, დანარჩენი არის, კაი, დავიბრალოთ, ჩვენს გეუნები დავიბრალოთ. ჩვენ მართლა ჩვენ კოალიციაში 2 პარტია ვართ. ეხლა შეგვიძლია თქვათ, რომ გახარია 3 პარტია ვიდა, გახარიასთან კონსერვატორიული პარტიაც ახავს კოალიციაში, მაგრამ ძიძიგურის პარტიას ხო არ გვინდა ეს რაღაცა რაოდენობების დატოლებები. მე გულწრფელად მჯერა თქო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ უნდათ დამარცხება ქართული ოცნების, ჩვენც გვინდა ქართული ოცნების დამარცხება. უბრალოდ ჩვენ სხვანაირად ხედავთ ამ ბრძოლას და ამის გამო კი ბატონო თქვენი არჩევანია მოგვახტით ლანძღეთ ახლა ღმერთი რჯული მე თქვენთვის ფული არ მომიწია და შემომითავაზებია ნუ გამლანძღავთ ახლა თუ რამის არ მიშინია ლანძღვისა რაღაც ნებისმიერი დაპირისპირების ახლა კი არის მაშუებია ხო რატომ ვერ დაარწმუნეთ სალომე ზურაბიშვილი რომელზეც სალომე ზურაბიშვილთან მე ძალიან მინდა შეხვედრა მასთან ლაპარაკი სალომე ზურაბიშვილმა უბრალოდ გითხრა რომ იცი რა მოდი კი სწორი პოზიცია აქვს მაგრამ გეგმას და ნაბიჯებს ვერ ხედავ მე იქ რომ ერთობას როგორ მივახციოთ აი როგორ უნდა მივახციოთ ერთობას როცა ისინი აგერ გლანძღავენ ჩვენგან სიტყვა ლანძღვის არ ყოფილა ერთ-ერთმა მხარემ უნდა შეიცვალოს პოზიცია და ორივე ერთმანეთისკენ ნაბიჯები რო გადავდგათ ჩვენამ კომპრომისული ვარიანტი დავდიოდეთ თან ბოიკოტი თან არჩევნებში არა აი ძალიან მარტივად ან თქვენ მარტივად არის ალეკო საქმე ან თქვენ უნდა დათმოთ ან დანარჩენებმა
ჩვენ მიგვაჩნია რომ რატო იცი გაჯიქებულები კი არა ვართ რაღაცაში ძალიან დიდხანს ფიქრობდით ძალიან დიდხანს ფიქრობდით რა ჯობია ქონდა დისკუსიები მე ხან არჩევნებში მონაწილეობის მომხრე ვიყავი ხან კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი იმიტომ რომ წაგებული თამაშია წაგებული ბრძოლა რატო შევიდე ბადრი და მამუკა იყვნენ ერთმნიშვნელოვნად ამ პოზიციაზე და მას შემდეგ რაც ეს ხალხი დააპატიმრეს თან გახსოვთ როგორი სიბინძურე მოდიოდა ისევ ოპოზიციიდან რომ აი ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ეშინიათ ციხეში შესვლის და დაპატიმრების და იმიტომ იძახიან ხო სად არიან ახლა ბადრი ისა ჯაფარიძე და მამუკა ხაზარ სად არიან ანუ ვეფხო კასრაძე სად არის ანი სად არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ დანაკლისი იქნება არჩევნებში აი ამ პოლიტიკურ პროცესში ლიდერების არ თუ ვერ მონაწილეობა მოდი ასე ვთქვათ ან ციხიდან მე მინდა ყველა დავარწმუნო ის ადამიანები ვინ ჩვენი მხარდამჭერი ან ცოტა რაღაცა გაიბზარა და ესე გვიყურებს ჩვენ ამას უყურებთ ძალიან მარტივად და ამ მარტივ კითხვას ვსვავდი დანარჩენ ოპოზიციასთან რომ როგორ ვამარცხებთ ქართულ ოცნებას ბოიკოტით 4 ოქტომბრამდე რას ვაკეთებთ 4 ოქტომბრის შემდეგ რას ვაკეთებთ? აი 5 ოქტომბერს დილით რო ვიღვიძებთ რას ვაკეთებთ? აი აქ ლაპარაკობენ და თქვენთან ასე და რა მეც მინდა მაგას ვეუბნებოდი რომ მე არა მაქვს მეთქი ჩათვალეთ პოზიცია დამარწმუნეთ მე და დავარწმუნებ მეთქი სხვებს მაგრამ ეხა არა გვაქვს ერთ დღეს გვითხრეს მეორე დღეს გვითხრეს რომ ბოიკოტი და მორჩა და ნუ იყო კიდე იქ რაღაც არასერიოზული აზრები ჩვენ ვამბობთ რომ ბიჭო არაფერი არ დავუთმოთ რაღაცები იყო რომელიც ნუ არა იმდენად არასერიოზული იყო თქმადაც არ გვერს ბრძო მე ვამბობთ ჩვენი პოზიცია აი კაი აზრი არის სხვა ჩვენ მე თან კომპრომისული ვერსიებით მივიდიოდით. ვიძახით რომ თქვენ გინდათ ბოიკოტი, ჩვენ გვინდათ არჩევნები, ხო? კარგი, როგორ მაშინ მოდი ვიფიქროთ კომპრომისებზე თქო. მეორე დღეს ჩვენ მივედით შეხვედრას და ესეთი კომპრომისი უთხარით. 64 მუნიციპალიტეტია საქართველოში, ხო? მათ შორის თბილისიც, ხო? 63-ში გამოვაცხადოთ ბოიკოტი და ვიბრძოლოთ თბილისში. უპირატესობა გვაქვს. სამჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს თბილისში მხარს ოპოზიციას. ერთი მერობის კანდიდატიც ვერ დაასახელეს, რომ პირდაპირ მეუბნებოდნენ აქ საჯაროთაც და აი ბოიკოტის მომხრე პარტიის ეს კომპრომისი არ არის. ემა შეხედე, ჩვენი მხრიდან ეს კომპრომისი არის, ხო? თქვენ ხართ ბოიკოტის მომხრე, ჩვენ ვართ არჩევნების. მოდი ჩვენ მივიტანეთ ეს. ჩვენმა კოალიციამ მივიტანეთ ეს. ან მეორე ვერსია, რომელიც მე უფრო მომწონს თქო. ბოიკოტი მთელ საქართველოში, მაგრამ 6 დიდ ქალაქში, სადაც ოპოზიცია ყოჩაღად და გავმართოთ ბრძოლა, იმიტომ რომ დივერსიფიცირებას ამ ძალების მაინც მოვახდენთ. და მარტო თბილისში, ნუ მართლა ომი იქნება და შეიძლება დაგვრიტონ კიდევაც. არც მაგის მეშინია, მაგრამ 6 დიდ ქალაქში. კარგი კანდიდატები, საერთო კანდიდატები, შეთანხმებული კანდიდატები. ეს მეორე კომპრომისული წინადადება. იქიდან მოვისმინეთ მარტო ფეხების ბაკუნი, შიმშილობა, ეს რო ან ბოიკოტი, ან არაფერი. ან თუ არა და რაღაც აზრები. ხათოვნად ამბობთ, თორე ვინ დაგხრეთ ახლა არჩევნებში მონაწილეობისთვის მით უმეტეს ის იდეალური გეგმა არ გამოდის რითაც შეგეძლოს ხო არა მესმის ხომ აი ან ქართულ ოცნებას იქნება თქვენი დახვრეთ ეს იმიტომ რომ ასე ვთქვათ ორი პარტია არ ვიცი ერთად თუ ცალ-ცალკე თქვენ და გახარია ვერ გაუწევთ ისეთ ჯეროვან კონკურენციას და წინააღმდეგობას როგორიც ეს შეიძლება და ყოფილიყო მართლა ჩამოყალიბებული ერთობის შემთხვევაში რაც ახლა თქვენ საუბრობთ შეხო უსმენ ბოიკოტის მომხრეებს მითხარი მათი გეგმა რა არის მართლა ვამბობდი რომ შეიძლება ეს ჩვენი პოზიცია კაპიკად არ ვარ გათქო და მართლა ხო ახლა პატარა ბავშვები ხო რა ვარ ვიცით რომ წაგებულ ბრძოლას შევიდივართ ერთი ისტორიულად ერთ ბრძოლას ვერ მეტყვით საქართველოს 3000 წლოვან ისტორიაში და რაც ისტორიოგრაფია არსებობს და რა ვიცი მე ბერძნების შემდეგ მოყოლებული სტრაბონიდან და მანამდე ინგრას პოეტებიდან აპოლონიოს როდოსოლიდან რაც ცნობებია საქართველოს ვინმე მითხრას ერთი ბრძოლა მაინც სადაც ჩვენ გქონდა უპირატესობა და დღეს ეს უპირატესობა სულ თანასწორ ბრძოლას შევდიოდა 1-5-ზე მოდიოდა 1-10-ზე 1-50-ზე მაგრამ მასე რო გვიფიქრა ჩვენ რო ბრძოლას გავეცალოთ და ლანგრით მივართათო ეხა მე და შენ ვიჭიკჭიკებდით ირანულ ელანზე რა ფერსი თუ რა ქვია არა მერთმაუს რა მონღოლურად ან რაღაცა ენაზე მაგრამ არა ჩვენი წინაპრები ზუსტად რო არანაირ ბრძოლას არ გაურბოდნენ. ყველაზე უპირატესობა დიდი სადაც ქონდა მოწინააღმდეგოს იქაც შედიოდნენ. ზურგს არ აქცევდნენ. ასეთ რამეს ფიქრო. ჩვენი გეგმა არის მარტივი რომ თუ არჩევნები მოდის და მოდის კალენდარულად, ეს იოლად არაფერი არ დაუთმოთ. შეცდომები დავაშვებინოთ, ახალი პროცესი შევქმნათ. როცა არჩევანი რა არის მითხარით გეუბნებით რომ ხოლმე იმას მომისმინე აბა ბოიკოტით როგორ დავამარცხო მეც დამარწმუნეთ კაცო მე როგორ დავამარცხო ძალიან გამიჭირდება ახლა მათმაგიურად საუბარი ალეკო შესაძლებელია ახლა რაღაცები ან გამოიწეს რაღაცებს კი ბატონო რაღაცა დასწრები გამოვიტანე და რა არგუმენტებიც მექნება იმ არგუმენტებით ვისაუბრებ აი ერთ-ერთი პირველი არგუმენტი მაგალითად არის ის რომ აი როგორ წარმოგიდგენიათ რა მოხდება თუ ამ მოცემულობით შედიხართ და ასე ვთქვათ ერთმანეთის გადარწმუნების რესურსს მე მგონი ვეღარავინ ვეღარ ხედავთ ხომ? მე ვტოვებ ამ რესურსს. მე ყველას ვეუბნები, რომ დღეს საქართველო არის განსასწრელში. ვიძახდი ერთობა ლამის სახეში მაფურთხეს ტიპებმა ვიდეოებზე წერენ, როგორ ლანძღავენ და რეებს იძახიან და რაღაცა პოდკასტებს წერენ.
არ მაინტერესებს მე იმდენად მინდა რომ ესენი დავამარცხო და საქართველოს ვიხსნათ რომ ჩათვალეთ რომ აი აქ ვითომ შეურაცხყოფა კი არ არის გარეშეც მიდიხართ ამ ბრძოლაში ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკვე შესრულები კი ვართ კი შევდივართ კი და არ გვეშინი ამის იმიტომ რომ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ რომ ძალიან სერიოზულად დავაზიანოთ ქართული ოცნება ძალიან ბევრი შეცდომა დავაშვებინოთ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით რადგან თბილისი იქნება მთავარი ბრძოლის ველი არანაირი ლაპარაკი არსად არ ყოფილა არანაირი B C D და რაღაცები არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ ახლა ვართ წინა საარჩევნო რეჟიმში რაღაცა ოფისში გადავდივართ საარჩევნოში ვფიქრობ штаბი როგორ იყო ვერსიები არის განიხილება მაინც ან ჯერ პოლიციაზე იყო პოლიტიკური ძალიდან იქნება ეს ის ვითხარი რა ქვია იმათ არგუმენტები ხო შემოგაშორებ ამ ეს შეკითხვებიც არის მათი მხრიდან ამიტომაც რომ ვაშღერებ ახლა მერობის კანდიდატი ვინ იქნება ეგ რა შუაშია არა როგორ არა ხალ ვიღაცაზე ყველანი შევთანხმდეთ საერთო გავერთიანდეთ ანუ როგორ შენ უნდა დაანახო ალტერნატივა სალომე ზურაბიშვილი იყოს თბილისში საერთო კანდიდატი მე არ ვიცი ვინ უნდა იყოს ქუთაისში ზურაბიშვილი მოწინააღმდეგე არ არის არაფრის მოწინააღმდეგე სალომე შევთანხმდეთ და თუ შეთანხმება გვექნება მისი 2 დღის წინ გაკეთებული ალეკო სხვათა შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის მერე გააკეთა ეს განცხადება ამ დროს დაგეგმილი იყო 2 დღით ადრე მე გამოდამშა საბეჭდილება არა ჩემი იდეალური ვერსია ანუ ბოიკოტის მომხრე ხალხი საყვედურობს რომ მერობის კანდიდატი კაი რო ყავდეთ ამიტომ არ არის სალომე ზურაბიშვილი გაქვთ სხვა ვარიანტი მე ჩემი იდეალურ ვერსიას გეუბნებით რომ უნდა იყოს ყველა მერობის კანდიდატი თუ 6 დიდ ქალაქში იქნებოდა ყველაზე სწორი პოზიცია ჩემი აზრით ეს იქნება რომ 6 დიდ ქალაქში გავმართოთ ბრძოლა ძალების კონცენტრაცია იქ მოვახდინოთ და იოლად არაფერი დაუთმო და არც რუსთავში არც თელავში არც ქუთაისში ბათუმში და კანდიდატებზე შევთანხმდეთ ყარიან ადამიანები მე მაგალითად დავაყენებდი ციხეში მყოფ ადამიანებს მაჟორიტარებად ანდრო ჭიჭინაძე იქნება ზვია ცეცხლაძე დღეს არაჩვეულებრივი წელი გამოაქვეყნა ეფხო კასრაძე თუ სხვა დავაყენებდი მაჟორიტარობის და მერობის სამართლებრივად ეს შეიძლება სამართლებრივად შეიძლება ამის საშუალებას კანონმდებლობა იძლევა თუ ეხა ამათმა ეხა უცბად თათარი ახლად არ შეცვალეს ამზაფხულში რამე კანონია შესაძლებელია აბსოლუტურად ეხა მერობის კანდიდატებად შეიძლება დაასახელოთ პოლიტიკოსები რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან რატომაც არა ამას ვამბობ რომ მოდი რა ამას ვეუბნებოდი რომ თქვენ დალოცვილებო კი ნუ მებრიქებით მე არ ვაპირებ რომ გებრიქ დაასხდეთ და ვილაპარაკოთ საერთო ბრძოლაზე შევთანხმდეთო სალომე ზურაბიშვილი არ არის არაფრის მოწინააღმდეგე ის არის მოწინააღმდეგე დაქუცმაცების აბსოლუტურად გასაგებია არა პირდაპირ თქვა ალეკო ეხლა რა ვიცი ვერ შეცვლით მის ნათქვამს რომ თქვა რომ ხო მე ის დაუჭირა მხარი არა არჩევნებსაც არ დაუჭირა მხარი ხო გასაგებია შუაშია მაგრამ ეს ერთობაც რომ არ გამოდის ფაქტია ხო ანუ არ გამოდის ეს ერთობა და არ ვიცი ჩვენს გამო არა აი ღმერთთან და საქართველოსთან ვარ აბსოლუტურად მართალი გეუბნებით ძალიან ბევრ ამას გადავაბიჯე ჩემში და ხალხს ვეუბნებოდი ნათელაშვილიდან დაწყებული სააკაშვილი დამთავრებული ხელს გიწვდით ყველას ძირითადად მივიღე შეურაცხყოფა ამ ჩემ გაწულ ხელზე მაგრამ ვითომ არ ვიმჩნევ ხო ხედავთ არ ვიმჩნევ არც ნათელაშვილზე ვამბობ აუგს და არც იმ ხალხზე ვამბობ ნაციონალური მოძრაობის ხალხზე რომელიც ისე გახურდა ამ სიგიჟეებში რომ ისეთ რაღაცებს იცახიან რომ ლელო ფულს გთავაზობ და ოღონდ არ გაგულანძღავთო და ესე იგი ფული არ მოგვიცია რახან გულანძღავ მიგვიცია რახან გულანძღავ ხო მაგრამ ეს არ არის სერიოზული შეიძლება არ აიღეს რა ვიცი მე ხა ნახდათ არავისთვის მისაცემი ფული არ მაქვს თან იმის გამო რომ არ გამოლანძღოთ რავი რო გამოლანძღეთ რა მოიგეთ ცუდია გეუბნებით მე მჯერა ერთი რომ ბოიკოტში მყოფი ხალხი გულწრფელად უნდა ამის დამარცხება მაგრამ მე სულ ამას ვამბობ რომ ჩვენი გეგმა რაღაცაა იქ არაფერი არ არის საერთოდ სალომე ზურაბიშვილი არის დარწმუნებული იმაში რომ ეს არჩევნები არ ჩატარდება იმიტომ რომ მანამდე ქართული ოცნება ჩამოიშლება ერთმანქნას ეგრე იყოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და ხელი შემწყობი ვიქნები მაგ პროცესის მეც რომ ესენი მალე ჩამოიშალონ მაგრამ ის რა ერთი ანდაზა არის ეგეთი არაკი არის რომ დიდ დუმებიანი ცხარი მიდის მინდორში რა და მელია მიყვება once ეს მელია პატარაა და ძალიან მშიერია და ეს ცხარი დიდია და ფიქრობს რომ ეხა რო ეცეო ვერ მოვერევიო და მაგრამ იმხელა დუმები აქო იმხელა დუმას მიათრევს რომ აუცილებლად მოძრებაო რა აი ყანყალებსო და ჩამოვარდნის პირას არისო და ამ დუმას მიყვება მოკლედ მიყვება და ეს მშიერი მელია შევა სოფელში სადაც სოფლის ზაღლები დაიჭერენ ამ შენ მელიას და დაბდღუნიან და გაგლიჯავენ ასეთი რაღაც არ მინდა რომ დაგვემართოს გესმის იმიტომ რომ ბოიკოტის უფრო მეტი შედეგი მინდა არ არის და რასაც უყურებ არანაირი შედეგზე ორიენტირებული პროცესი არა და მეორე
რაც ძალიან საწყენია, ეთყობა ჩვენ ვერ ახსენეთ წესიერად და მინდა ყველას გავაგებინო, რომ არჩევნებში მონაწილეობა არანაირად ბოიკოტს ხელს არ უშლის, იმ პროტესტს ხელს არ უშლის უпроსტოდ დასუსტავებაზე. არის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ესეთი ახალი ცეცხლი დავანთოთ კაცო. შესახების შედეგი ჩაიგდოთ ხელში, ანუ თბილისში შეგვიძლია ისეთ უბედურ დღეში ჩავარდოთ. აი რა რომ ალეგორია რა თქმა უნდა, მაგრამ აი იმელას ხო ამ ცხრის მონადირება უნდა და დუმების ყურება ხო არ უნდა? ხო და რა არის ამ შემთხვევაში თქვენთვის ეს დიდდუმებიანი ცხარი? თბილისის საკრებულოა, თბილისის მერია. არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს, რავი, ვინც მე ვიცნობს, იცის თანამდებობაზე ყოფილვარ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მთელი საქართველოს ჩემ კაბინეტთან იყო ატუზული. მერობაზეც ხონდათ პრეტენზია და საკრებულოს მაჟორიტარი ვიყავი. თქვენ არ გაქვთ ამის სურვილი და ამბიცია? სადაც საჭირო ვარ, ვიბრძოლებ და ვიბრძვი. მე-20 ვიყავი საპარლამენტო სიაში, ტვინი კი არ წავიღე, მაგრამ ვინმე მითხრას, რომ რამე დავაკელი წინა საარჩევნო პერიოდში სადმე ყოფნას, რო ვიძინებდი ონში, მეღვიძებოდა ქუთაისში და საღამოს სიტყვით თელავში გამოვდიოდი. ერთი არაფერი დამიკლია, თავი არ დამიზოგია, ყველა მიცის ეს ვინც ჩვენ საარჩევნო შტაბში იყო, ზუსტად ახლა ასეც ვაფიქრე. რამე პოზიციაზე ვიქნები, არ ვიქნები, საერთოდ არ მადარდებს. აი მართლა არ მადარდებს. მაგრამ თავს არ დავზოგავ არაფერში საერთოდ რა და უკან არ დამიხევია ეხა რა ზოგი ისეთი მეუნება რაღაცეებს რომ რა ვიცი მე ერთ მიზღერი არ ჩამოვარდნია ამ ერთ წლის განმავლობაში. თავპირი დამალეწეს, ნეკნები დამალეწეს, ციხეში ვიჯექი, ეხლა დღე-დღეზე სასამართლო პროცესი მაქვს და რა მოხდება ჩემ თავს ღმერთმა უწყის, ალალი და უსაყვედრო იყოს კაცო ხალხმა, უფრო მეტი გაიღო, მაგრამ მოლოდინი რომ შესაძლებელია თქვენ არა ეხლა კი, აბსოლუტურად ამის მოლოდინი მაქვს, ოღონდ 22-შივე ალბათ ტექნიკურად ვერ შეძლებენ. გეუბნებით არჩევნებში შეგვიძლია დავაყენოთ კანდიდატებად საპატიმროში ყოფილი ხალხი, მერობის კანდიდატებადაც, მაჟორიტარებას და ასე შემდეგ. უბრალოდ არა, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არის. შეთანხმებული არაფერი. ვის შეუთანხმდეთ, გვანძღავენ და ვთანხმავენ და რავი ჩვენი წევლით არიან დაკავებული. პოლიტიკოსებთან აუცილებლად, აბა ეხა გარედან ხო არ დავასახელებ. ანდრო ჭიჭინაძე. რა თქმა უნდა. არა ეს ხმამაღლა. ვეფხვია კასრაძე დამისახელეთ და ეს ადამიანები წინააღმდეგი არიან ოპოზიციის მონაწილეობის შეგვითანხმია, ბია უბრალოდ მე ეხა ხმამაღლა ვქი, რასაც ვფიქრობ. პოზიციები აქვს განსხვავებული, ანუ რაც გაიგეს მათმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, რომ თქვენ იღებდით არჩევნებში მონაწილეობას, საჯაროდ განაცხადეს, რომ ახლოსაც არ გაგვეკარონ, როდესაც პროტესტებს გავართო, ხო, 4 ჩვენიანი ციხეში ზის. 4 ჩვენიანი ციხეში ის და მათ აწყავთ ოჯახის წევრები და მათი ოჯახის წევრებსაც აქვთ უფლება ხმამაღლა რაღაცები თქვან. და მაგალითად ვეფხო კასრაძის ძალიან გულიანი ნათქვამი იყო დღეს. რო ის შინაგანად თავიდან ბოიკოტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ნახა თუ არა რომ ამუკა და ბადრი ციხეში ჩაჯდნენ, ის ერთნიშნულოვნად დადგა ამ პოზიციას. იმიტომ რომ შეიძლება არგუმენტები მოაკლდა, ეხა არ ვიცი ვეფხოს ტელევიზორი აქვს თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის კაცური პოზიცია ჩემი აზრით, რომ გუნდის წევრია, გუნდის მებრძოლია და ჩვენას იზიარებს. მამუკა და ბადრი ხაზარაძე სანამ იჭერდნენ, ნახე ვიდეო, რომ დეოკუპაცია თბილისიდან დავიწყოთ, არ დაუთმოთ არაფერი, ბრძოლა შევიდეთ. ეს არის ძალიან აწონილი თქო. ჩვენ უბრალოდ ძალიან მარტივ რაღაცას ვეუბნებით იმ ხალხს, ვინც ილანძღებიან და იფურთხებიან. მართლა გულით გვინდა რომ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ ბოიკოტში ვხედავთ უმოქმედობას. და ჩვენ ვიძახით რომ წაგებულ ბრძოლაში შევიდეთ, არანაირი გარანტია რომ რამეს მოვიგებთ არა გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ძალიან ავადუღოთ პროცესი და ძალიან ბევრი შეცდომა. თბილისში ისე დღე შეგვიძლია მივიყვანოთ რომ ესე ბღუჯა ვაყრევინოთ ურნებში და ამას თელსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ რომ აჰა, აი ესენი, ნახეთ ეს მამაძაღლები. თორე რა ლეგიტიმაცია. ეხლა ის ხალხი რო ციხეში ზის, ლეგიტიმაციას უქმნია ხელისუფლებას. აი ალეკო, ნახეთ თუ არ შეიცვალა არსებული ვითარება, ხო, სტატუს კო. და შეხვედით არჩევნებში. ესეც საკითხავია, განიხილავთ თუ არა მაგალითად გახარიასთან თანამშრომლობას, ან შესაძლებელია უბრალოდ განიხილავთ რა ტიპის თანამშრომლობას? რა ტიპის თანამშრომლობას? კოოპორი იმას რა ქვია, პოზიციების მაქსიმალურ შეჯერებას რამდენადაც შეძლება. ხო, რაში შეიძლება ეს და მე მაგალითად ამ ეთერში ვიტყვი, მე არ ვაკრიტიკებ გახარიას იმის გამო, რომ ის უცხოეთში წავიდა. ეს იყო პრაგმატული და ძალიან სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ნახეთ თავაწეულად შესული დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერები და კიდე ერთით ლიდერით მეტი და კიდე ერთით ნაკლები არაფერს ურაც არ შეცვლიდა. და გახარია არსად გაქცეულა, გახარია საქმიანი ვიზიტით არის. ძალიან კარგი არის რომ იქ არის, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს საერთო ბრძოლისთვის. მით უმეტეს გახარიას პარტია არის მეტისმეტად გახარიასზე დამოკიდებული პარტია და მისი ლიდერის დაჭერა აბსოლუტურ პარალიზებას მისი პარტიის მოახდენდა. გახარია ჯობია იყოს გარეთ უცხოეთში და ის საერთო საქმისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამას ვამბობ აბსოლუტურად
გულწრფელი და ეს დაცინვა და კილიკი და აბუჩათაგდება არანაირად არ მისმის. ოქრუაშვილი იყო პირველი, ვინც ვაშკაცურად გააჩაიდინა ეს ამბავი. ეგერ იყო გივით არგამაძეც, რომლის ქმედებაც კი შევაქე, მიუხედავად იმისა. კარგი, მითხარით მაშინ რა ტიპის თანამშრომლობას განიხილავთ აქტიურად გახარიას პარტიასთან, ანუ ერთობლივი სია შეიძლება ეს იყოს ერთიანი კანდიდატები და ზოგადად ერთად, მოკლედ ერთ პოლიტიკურ ძალად შესვლა ადგილობრივ არჩევნებში? მაქედა რა გამოა, არ ვიცი. ნუ ამაზე მეტი საუბარი, ხო? შედეგებია, ხო, მაგრამ სურვილის და საუბრის დონეზე კი აი ამას განვიხილავ ზუსტად. ხო, კიდე რაღაც უნდა მეკითხა და ამ ასობაში ამომივარდა. ბოიკოტისტების არგუმენტი მითხრა. ხუთ დავუშვათ, არ შეიცვალა არაფერი. და თქვენ და გახარია, მოდი აი ამ ვერსიას მივყვეთ, რადგან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ერთობლივად შედიხართ აი ამ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში, ხო? დანარჩენები რჩებიან ბოიკოტში. მოდი აი ძალიან რეალისტურად შეაფასეთ თქვენ ორის შესაძლებლობები ქართული ოცნების წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც დანარჩენები თავის ამომრჩევლს სულ მინიმუმ მოუწოდებენ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ და შესაბამისად მათი ხმები დაიკარგება. რა გითხრა რომ ამ რადიკალური ხმების როცა დაინახავთ ჩვენ გულწრფელ პროცესს და იმ ბრძოლას მართლა რაში შესვლას ვაპირებ. ჩვენ იმას კი არ ვაპირებ, სადღაც ვის რანაირ წინასაარჩევნო ის იქნება, ხო? სადაც საარჩევნო შეხვედრაზე მივალთ, იქ დაგვახვედრებენ ვიღას ტიპებს და იქნება ცემატყები. ამაში შევდივარ მე. სუფთა ადამიანურად ბოიკოტი ჩემთვის არის ძალიან მარტივი გამოსავალი. მთელი ზაფხული ვიტყვი რომ ბოიკოტში ვარ არ გავაკეთებ არაფერს. რაში აწყობს ქართულ ოცნებას თქვენი ცემატყება, იმიტომ რომ ეს ევროპარლამენტი ამბობს. ევროპარლამენტი ამბობს. ყოველდღე რატო ურტყავენ ხალხს და რატო იჭერენ? აი დღესაც რანაირი ინციდენტი იყოს ოლაქში, ხო, ამაღლების კუჩაზე. ალეკო, თქვენს შემთხვევაში ქართული ოცნება გაამართლებს არჩევნებს გააფორმებს არჩევნებს, ანუ ვერაფერს ვერ გააფორმებს. როგორ ვერ გააფორმებს? ჩვენ იმისთვის კი არ შევდივართ, რომ ამის გაფორმებაში დავეხმაროთ. იმისთვის შევდივართ, რომ დავაშვებინოთ ძალიან ბევრი შეცდომა. და ლანგრით არ მივართვათ. გინდათ რომ ამხილოთ? არა, ბრძოლის შეცდომები უნდა დააშვებინოთ. როდესაც იქამ თბილისში, იქამდე შეგიძლია მიიყვანო, რომ აი ესე პირდაპირ მარნეულში როგორც მუჭიტენიდნენ, აი ესე თუ არ დაარღვიეს, წაგებამდე ექნება საქმე. ეს და მეორე დღეს გამოხვალ და იტყვით რომ გააყალბა ქართულმა ოცნებამ არჩევნებს და საკრებულოებში ძალიან ბევრი ადამიანი იცი რომ გვეუბნება დღემდე რომ აბა გვანახეთ სად არის მტკიცებულები, ვისაც თვალები დაბრმავებული აქვს და ყურები დაყრუებული. რომ ეთყვი რომ აი მარნეულში რო ჩაყარეს ისიც არაა საკმარისი ის ერთ-ერთი შეცდომა მეტი არაფერი მსგავსი არ მოხდა. იცით რომ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მიდიხართ? რა თქმა უნდა. გაქვთ მიზანი რომ კიდევ უფრო მეტად ამხილოთ ქართული ოცნება თუ კი ვინმე არა, რომ ამხილოთ დავაშვებინოთ შეცდომა მთელი მსოფლიოს დასანახად და კიდევ უფრო დავასუსტოთ. კიდევ უფრო დავასუსტოთ. რა ვიცი, მთელი მსოფლიო უკეთ ხედავს, მე მგონი ამ მთელი მსოფლიო აკრო დრამას ვერ ხედავს. ეს ჩვენ ვიხარშებით ჩვენ წვენში. თორემ მთელი მსოფლიო ხან ირან-ისრაელის ომს უყურებს, ხან უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს, ხან ევროკავშირში რა ხდება და ხან იმას და ხან შესაბამისად ხუთში იმისთვის რომ აქ მოგვაქციო ყურადღება მარტო რუსთავზე პროტესტი არ უნდა იყოს. ბატონო, ანუ საკრებულოებში შესვლას არ აპირებ. მე არანაირ თანამდებობაზე ყოფნას არ ვაპირებ. თქვენი პარტიის წევრები ამ შემთხვევაში, ანუ თუ იცით რომ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში შედიხართ, გინდათ რომ კიდევ უფრო მეტად ამხილოთ. ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? მოდი ჟარგონით ვიტყვი, სახე აახიოთ პოლიტიკური სახე გინდათ აახიოთ ქართულ ოცნებას თუ კი აქამდე ვერ დაი. ხო. მაშინ ესე იგი არც ერთ შემთხვევაში აი ამ შედეგებით რომელიც დაიდება თქვენ ამ შედეგების ცნობა არ უნდა მოახდინოთ და ამას უნდა მოყვეს შედეგად ის რაც მოხდა პარლამენტში. არ უნდა შეხვიდეთ საკრებულოებში. ამას აპირებთ თუ არა? ჩვენ ბრძოლა მოდი რა ეხლა რაღაცა ყველაფერს მოგადავახტებით რა ეხლა ნაცრის კექვასავით არ მინდა გამოვიდეს. ზაფხულში, როცა პოლიტიკური პროტესტი იქნება მინავლებული, ამ დროს ჩვენ გვინდა ახალი დინამიკა შევქმნათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით. ახალი სუნთქვა გვინდა შევიტანოთ. ახალი ბრძოლის კერები გვინდა გავაჩინოთ, იქ სადაც დავდგებით, ისაც კანდიდატები გვეყოლებათ. თბილისი იქნება, რუსთავი იქნება, თელავი თუ მთელი საქართველო. ეს გვინდა და ამ მათი ძალების დაგსაქსვა და აუცილებლად შეცდომებს დაუშვებენ. აუცილებლად ძალიან დიდ დანაშაულებს ჩავადენინებთ. და ამისთვის თავს წირავთ, კაცო, თავსდებთ. არხეინ ცხოვრებაში კი არ მივიდივარ. ბოიკოტი არის არხეინი ყოფნა. თქმა რომ ლუდს დავლევ და ვიტყვი ბოიკოტში ვარ და აგერ ვამბობ რომ ხან თემქაზე წავალ, ხან წალენჯიხაში წავალ, ხან ლაგოდეხში წავალ და სულ შეტაკება იქნება. იავარდით ხო არ გვექნება ეს წინასაარჩევნო ამბავი მოფენილი. ამიტომ აი ამ პროცესს ვიწყებ ჩვენ. სადაც ძალიან დავაზიანებთ, ძალიან შეცდომას დავაშვებინებთ. ძალიან ბევრ ისეთ სისულელეს ვაიძულებთ რომ გააკეთონ, მაგრამ ახალ პროცესს როცა შექმნით.
და ბოიკოტი ჩემთვის არის რა იცი რომ რავი ბოიკოტში ვარ და ესე ვარ და უმოქმედობა ბოიკოტი ჩვენ ვამბობთ რომ მოქმედება რომელიც რა თქმა უნდა აპრიორი წაგებულია პროცესის გაცოცხლება გინდათ როგორც ჩანს ხო და არ გვინდა რომ ლანგრით რამე მივართვათ თქო 1-3-ზე სადაც უპირატესობა გაქვს და ჯობნი რატო უნდა დაუთმო უბრძოლოთ მაგათაც ეგ უნდათ როგორც კი გაიგეს რომ ჩვენ გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობის განცხადებას ვაპირებდით აი ეს მამაძაღლური განცხადება გამოაგდეს ყაველაშვილის რომ ოპოზიციური ლიდერიო რომელიც ხელს მოაწერსო გამოუშვებდო მათე დევიძე ან საბაჯიკია კი არ ახსენეს და პატარა ბავშვები რო ყავთ არჩელი არც ქალები არ ახსენეს ამ უმსგავსოებმა და იმ ცალტვინამ არამედ ის ოპოზიციის ლიდერიო რომელიც რომ ვითომ ჩვენი გაბანძება უნდათ მოკლედ რატო იმიტომ რომ აეწვათ რატო იმიტომ რომ არ უნდათ არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა რატო არ უნდათ იოლად უნდა გაიფორმონ გაფორმებაში თუ რამე ეხმარება ეს ბოიკოტი და ჩვენ არ გვინდა რომ იულად რაღაც გავაფორმებინოთ. ჩვენ გვინდა ბრძოლა გავუმართოთ და იულად არ დაუთმოთ არაფერი. ეგ არის და ეგეთი არაფერი. მადლობა და ბოლოს მაინც მითხარით, ანუ მინდაო სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაო და არ ვიცი შეუთვალეთ, აპირებთ. შევეცდები მასთან შეხვედრას, კი, იმიტომ რომ ამდენი მცდელობაც რა საჭიროა, რა პრობლემაა. ხან სწალია, ხან არ სწალია, მე სუმცალია. ანუ ვერ მოიცალა თქვენთან შეხვედრა. ჯერჯერობით ვერ მოიცალა. ჩვენი შეხვედრა არ გაიმართა და ეხა ამის ბრალია თუ იმის ბრალია არ არის მნიშვნელოვანი. არა, არ მგონია სალომე ზურაბიშვილი არ არის კალი რამეს გაიქცეს და თავი არიდოს. მაგრამ ჯერა რომ მასთან მალე საუბარი მექნება და ესები დავარწმუნო. გადააფიქრები და არ ვიცი ეხლა გადასაფიქრებლად კი არ ხვდები უბრალოდ რაც ერთად რომ გავიაზროთ რომ იყოს საერთო ოპოზიციური კანდიდატი თბილისში. ეგ იდეალური იქნებოდა, მაგაში დარწმუნებას არ უპირებ, ეგ ძალიან კარგი იქნებოდა, ეგ არის ჩემი წარმოსახვა. ჩვენ არ გაქვთ თქო ამის სურვილი, იმიტომ რომ ერთხელ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადეთ თბილისში, როდესაც მერობისთვის იბრძოდით, რისი? რისი სურვილი? რა ვიცი, კენჭი იყაროთ. არა, კენჭი იყაროთ, ალეკო. ის რა საერთოდ არ მადარდებს. არა კი ხო გითხარით, არც თანამდებობა, არც პოზიცია, არც მსგავსი განხილვა არ ყოფილა. არ ვიცი ხა რა ვიცი. სურვილი, მაგრამ ესენი დავამარცხო და სურვილი, მაგრამ ესენი დავამარცხო და ამათ აუცილებლად დავამარცხებთ. მაგის სურვილი. ამისთვის საჭირო იქნება თქვენი კანდიდატურის დაყენება. აი, რა დროს ესა არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს. კეთილი, მადლობა. ალეკო ელისაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად. რეკლამის შემდეგ პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა შემოგვიერთდება. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოკლედ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროცედურულ ნაწილში კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. დღეს მიმდინარეობდა აი ეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ამას გამოეხმაურა საგამოძიებო უწყება განცხადებით. ამ განცხადებაში განმარტა საქართველოს პროკურატურამ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. რამდენად ანუ ეს მიზანი აი ამ მოქმედებებისა, საგამოძიებო მოქმედებებისა იყო დადგენა იმისა, თუ რამდენად სწორად ჩატარდა თავის დროზე საგამოძიებო, ასე ვთქვათ, ქმედება, რამდენად სწორი და რად მოქმედება და შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლები 20-21 ივნისის ღამის პერიოდში რამდენად სწორად დაიგეგმა ღონისძიებები აქციის მონაწილეების მოგერიებისა თუ დაშლის თვალსაზრისით და იყო თუ არა გადამეტების მიზნით, ასე ვთქვათ, გამოყენებული ძალა, მოკლე შინაარსი ასეთი არის იმისა, რაც ხდებოდა დღეს, რაც იყო მიზეზი იმ მოვლენებისა, რაც დღეს თბილისის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე ხდებოდა. ბერდია სიჭინავა, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბერდია, მოგესალმებით, მადლობა განაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მოქმედებებმა უბრალოდ, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალიან ბევრი შეკითხვა გააჩინა. ხომ არ ხდება ყველაფერი, ხომ არ მიდის ყველაფერი იქითკენ, რომ შესაძლებელია 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გახარიას წაუყენონ ბრალი. ხომ არ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ შესაძლებელია სწორედ 20 ივნისის საქმე გახდეს გახარიას ოფიციალურად დაბარების საგამოძიებო უწყებაში და მისთვის ბრალის წარდგენის და არა ჩორჩანას საგუშაგო.
მოგესალმებით თემა, მივესალმები პალიტრანიუსის მაყურებელს. Რა თქმა უნდა, ახლა ამ ადამიანების ფანტაზიაში ძალიან ბევრი მეთოდი შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნის, მათ შორის თქვენ იცით, რომ ჩორჩანას უხეირო საქმე წამოიწყეს ფაქტობრივად, სადაც პიარულად, პოლიტიკურად ასით ნული წააგეს ფაქტობრივად, როდესაც გიორგი გახარიას, საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს დაუწყეს დავა იმისთვის, რომ ქართულ მიწას იცავდა. საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე საგუშაგოს აგებას ედავებოდნენ ფაქტობრივად. სამართლებრივი პროცესი ჯერ არ დამთავრებულა ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით. ამიტომ გეუბნებით პოლიტიკურად წააგო 100 მეთქი და დამთავრებინით სამართლებრივს არ გულისხმობ. სამართლებრივად შეიძლება ნებისმიერი ესე რომ ვთქვათ ხერხი გამოიყენონ ბინძურად შეთითხნონ საქმე და ამ პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალს იგივეა 20 ივნისთან დაკავშირებითაც ახლა საგამოძიებო ექსპერიმენტით 6 წლის წინანდელი საქმე როგორ უნდა აღდგეს მისი გარემო საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი არის რაღაცა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილად აღდგენა და ეხლა პარლამენტის ტერიტორია არ არის რაღაცა ტყის მასივი სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების აუცილებლობა შეიძლება არსებობდეს. თუმცა ეს არ ყოფილა პროკურატურის სურვილი ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაავალა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხო? არ არის პრობლემა. ანუ პოლიტიკურ სარჩულს ვერ დავაბრალებთ, პოლიტიკურ ინტერესს ვერ დავაბრალებთ ამ გადაწყვეტილებას. პოლიტიკური ინტერესი არის ისემა, რომ პროკურატურამ დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტა აი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, რომლის აუცილებლობაც საერთოდ არ დგას დღის წესრიგში და მთელი პიარული სტრატეგია ააგო დღის განმავლობაში. ამას გულისხმობ სწორედ, თორემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიც და ამ ნაწილსაც ძალიან კარგად ვიცნობ, რომ მხოლოდ პროცედურულ ნაწილში დაადგინა დარღვევა, რომელიც საჭიროებს დამატებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და აქ პრობლემა საერთოდ არ არის არაფერი, მაგრამ მინდა ახსოვდეს საზოგადოებას რომ ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა იყვნენ სწორედ ის გუნდები, რომლებიც ამ ამნისტიას უჭერდნენ მხარს და ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია არ გამოცხადებულიყო და დღეს ამ ამნისტირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება სწორედ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ანუ რისი დემონსტრირება უნდა და ახლა კადრებს ხედავთ ხო ჩვენ პირდაპირ ეთერში აი ამ მოქმედებით ანუ რა დაანონსა ქართულმა ოცნებამ. პირდაპირ მიანიშნა რომ პოლიტიკური მდგენელი აქვს ამ საქმეს, მე ესე დავინახე, იმიტომ რომ ხოლმე არ იყო ეს ცალკეული აღებული სამართლებრივი პროცესი და საპროცესო საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები. ეს იყო მთელი პიარული ხაზი, რომელიც დღის განმავლობაში აგებული ჰქონდა პოლიტიკური პიარული ხაზი ოცნების ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ ფორმით აკავშირებდა გახარიას პასუხისმგებლობას ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო თავიდან ბოლომდე წარმოებული რაღაცა პოლიტიკური მიზანშეწონილობა, თორემ საერთოდ მე როგორც ყოფილი სამართალდამცავი, ყოფილი პროკურორი და გამომძიებელი გეუბნებით, სრული პასუხისმგებლობით, რომ ასეთი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა საერთოდ არ იდგა. რუსთაველის გამზირი არ არის ტყის მასივი, სადაც მოქალაქემ უნდა გაიხსენოს კონკრეტული გარემოებები და აი თქვენმა თანაგუნდელმა თქვა კახა ქემოკლეძემ რომ ჩორჩანას თემამ არ გაამართლა და ეხლა გეგმაბ-ე ამუშავესო, ანუ რას გულისხმობთ აი ამ გეგმაბ-ში, რა მოლოდინი გაქვთ? მოლოდინი ნებისმიერი შეიძლება არსებობდეს ადამიანი, როდესაც ფაქტობრივად აანონსებს ადამიანი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას არაფორმალურად არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური ვენდეტის შურისძიების აქტს, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზულად ყურაცაღები და მისაღები და მხედველობაში გასათვალისწინებელი. ეს არის დევნა გიორგი გახარიას. შესაძლებელია, მე არ გამოვრიცხავ ფორმალურად, მაგრამ ამნისტირებულ ქმედებაზე ეხა მათი თეორიული დაშვებითაც, თორე გიორგი გახარია აბსოლუტურად უდანაშაულოა ამ საქმესთან დაკავშირებით და მე ვერ წარმომიდგენია, აი რასთან დაკავშირებით შეიძლება წავყენონ ბრალი, თუმცა ამ ადამიანების პოლიტიკურ გონებაში რა ავადმყოფური აზრებიც მოიხარშება, ამის ეხა პრევენციას ჩვენ ვერავინ ვერ გავაკეთებთ. ხაშორ ქემოკლეძე მისი სხვა რომ ფისუნია კატა თხრის და მგონი ისეც გამოთხრეს რომ ბოლოში თავად გაოცდებაო ხა გახარიას არაერთხელ უთქვამს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რომ თვითონ არის პასუხისმგებელი პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე ხო ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ განცხადებებიდან თითქოს ჩანს რომ გახარიამ შესაძლებელია ისეთი რამ თქვას
და თავარი ინტერესი არის ამ საქმის მიმართ 6 წლის განმავლობაში ერთადერთი მოქმედებდა თუ არა ის საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით თუ იღებდა ბრძანებებს კიდევ საიდანღაც ან ვინმესგან ანუ სკანდალს ნუეძებთ ერთადერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ რაც არის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში რაც არის სახალხო დამცველის დასკვნაში სადაც პირდაპირ წერია რომ რადიოსადგურების მონაცემების მიხედვით გიორგი ახარიას არანაირი სროლის ბრძანება არ გაუწია რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება არ გაუწია ჩვენ გვაქვს მოცემულობა როდესაც მართლაც იყო მძიმე ფაქტები სამსახურებრივი უფლებამოსილების ცალკეული შემთხვევების გადამეტების და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ დაგვისვამს და პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გიორგი ახარია რომელმაც ჩვენება მიცა პროკურატურას პირველი შემთხვევა იყო როდესაც სამართალდამცავები სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიეცნენ და მათ შორის დისციპლინური წესითაც დაისაჯნენ ამიტომ ამაში თუ ცალკეულ შემთხვევებში კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ კონკრეტული ეპიზოდის გამოსაძიებლად, ვიწრო ეპიზოდის გამოსაძიებლად, კი ბატონო, მაგრამ დაზარალებულების მონაწილეობით მათ შორის პროკურატურა ამბობს, რომ დღეს ტარდებოდა ეს ექსპერიმენტი იმისათვის, რომ მიეცეს გამოძიებას შესაძლებლობა სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. თუ გახარი არ არის დამნაშავე, მაშინ ვინ არის დამნაშავე და ვინ შეიძლება გამოთხაროთ თქვენივე, ასე ვთქვათ, თანაგუნდელის განცხადებას თუ დავეყრდნობით. მე ვფიქრობ ძალიან ბევრი საკითხია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსაძიებელი, რაზეც გიორგი ახარიამაც ისაუბრა. ეს საკითხები არის მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ. გავრილოვის მასპინძლობასთან დაკავშირებით, მის იმ სავარძელში ყოფნასთან დაკავშირებით, რამაც სამართლიანი ბრაზი და გულისწყრომა გამოიწვია ჩვენი მოქალაქეებს და მათ შორის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და გამოიძიონ ეს ყველაფერი. ჩვენ ხო მაქსიმალურად გამჭვირვალეები ღიები ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამნისტია ვის გამოუცხადეს ძალიან დიდი ბოდიში. ამნისტია ვინ გამოუცხადეს? ტყუების როლაზე ვსაუბრობთ, ანუ კონკრეტულად არის საუბარი იმ ეპიზოდზე, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება აქციის მონაწილეების მოსაგერიებლად თუ დასაშლელად. ახლა ამ ნაწილზე ვსაუბრობთ და არა გავრილოვის ჩამომყვანებზე, იმიტომ რომ გავრილოვის ჩამომყვანიც ცნობილია. რისი მოსანაგებია ცნობილია, ანუ ვინმეს დასახელებას აპირებს გახარია, იმიტომ რომ ანუ რა იგულისხმება რომ შესაძლებელია თაგმად ხარათხარა კატა გამოთხარაო ამ შედეგამდე მივიდეს ქართული ოცნება. არ შეიძლება გახარიამ დაასახელოს ბოლოს და ბოლოს ის პირი პირდაპირ გეუბნებით სკანდალს ნუეძებთ სიმართლე დევს ხელის გულზე სიმართლე არის ის რომ ეს იყო მართლაც მშვიდობიანი პროტესტი 10 საათამდე როდესაც მას შემდეგ დაიწყო შტურმი საქართველოს პარლამენტზე ეს აქცია გახდა კანონსაწინააღმდეგო აქცია პირდაპირ ფორმით ხორციელდებოდა ძალადობა 2 საათის განმავლობაში პოლიციაზე და პოლიციამ ლეგიტიმურად გამოიყენა ძალა პროპორციულ ნაწილში ცალკეულ შემთხვევაში რა თქმა უნდა იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები რასაც ჭირდება გამოძიება პროცედურულ ნაწილში სწორედ ეს თქვა სტრასბურგმა თუ ვინმე საკითხი კონკრეტული ეპიზოდი კონკრეტული სამართალდამცავის მხრიდან კონკრეტული პირის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით არის გამოსაძიებელი კი ბატონო გამოიძიონ მაგრამ ამ საკითხის ამ ღონისძიების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მათ შორის არც სტრასბურგს თავის წინა ორ გადაწყვეტილებაში სადაც თქვა დეტალურად აღწერა რამდენიმე გვერდზე თუ როგორ ხორციელდებოდა შტურმი საქართველოს პარლამენტზე და 6 წლის თავზე რაც როდესაც შენ თვითონ აცხადება ამნისტიას რომელიც წინააღმდეგიც მე ვარ ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია და ეს პიარულ სტრატეგიული აგებული ხაზი რუსთაველის გადაკეტვის რაღაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარების ატარებს რა თქმა უნდა პოლიტიკურ ნიშანს განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც პირდაპირ ფორმით დაანონსებულია გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ხო, ისე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დრო გავიდა, რაც ქვეყანაში არ იმყოფება და აი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ის გაექცა იმ მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. ჩემს მოსაზრებას არ მოგახსენებთ, აი ალეკო ელისაშვილმაც როცა გახარიას მოსაზრებებს გახსენებთ. ეხლა შეგახსენებთ თქვენი კოლეგის ალეკო ელისაშვილის, ანუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსაზრებას, რომელმაც დაიყო საუბარი იმით, რომ ძალიან კარგი იქნა გახარიამ რომ წავიდა ქვეყნიდან, რაზეც მე მივუთითე რომ ის არ გაქცეულა, ის იმყოფება საქმიანი ვიზიტით, თუმცა სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ეს განცდა რომ გაექცა იმ მოსალოდნელ შედეგებს, რაც შეიძლებოდა მისთან მიმართებაში ყოფილიყო გამოყენებული. სხვათა მეტსაც გეტყვით, აი პირდაპირ გეუბნებით, საჯაროდ არა, მაგრამ
აი აქ ჩვენთან მოსული თქვენი კოლეგა ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ ქართული ოცნება ვიცით რომ არ დადის, ავითარებენ მოსაზრებას, რომ თითქოს და გიორგი გახარი ავრცელებენ, მოდი ასე ვთქვათ, ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი გახარიამ უცხოეთში უკვე პოლიტიკური თავშესაფარით ითხოვა. შეგიძლიათ თუ არა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, ან კატეგორიულად უარყოთ ეს? არანაირი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე საუბარი არ არის. გიორგი გახარია აგრძელებს თავის ვიზის და უახლოეს დღეებშიც თქვენ დაინახავთ მის საგარეო ვიზიტებს, რომელიც ევროპულ მინისტერიალს დაემთხვევა. ისევ ევროპაშია. დიახ, ევროპაშია. კი, გერმანიაშია ისევ. ამ შეხვედრებს აგრძელებს, მათ შორის გერმანიაში და სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნის საკითხს, ეს საკითხი ჯერ არ დამდგარა დღის წესრიგში. დევნა არ დაწყებულა ადამიანის მიმართ და საუბარი რაღაცა ფორმით გაქცევაზე და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, არ არის სწორი განმარტებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, იმიტომ რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან თავშესაფრის მოთხოვნა ჯერჯერობით არ ყოფილა. როცა თუ დადგება ეს საკითხი, შეიძლება ანუ განიხილავთ ამ შესაძლებლობასაც, ამ აუცილებლობა შეიძლება დადგეს, ანუ წინასწარ არ მიყვარს ხოლმე რაღაცა წინასწარ, ანუ პირდაპირ ამბობთ რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და დაანონსებული აქვს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ანგარიშწორება, ანუ თუ აღიძრა გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე გამოძიება დაწყებულია, საქმის აღძრო არ არსებობს გამოძიების დაწყება, კი ბატონო. გამოძიება დაწყებულია, თუ კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება მის მიმართ, მას შემდეგ ვნახოთ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუმცა ეხლა ნაადრევად საუბარი ისე რომ არც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, კაცი საუბარი რომ რაღაც თავშესაფარს ითხოვს და სადღაც გაიქცა, მე ვფიქრობ ძალიან გადაჭარბებულია. არის დარწმუნებული იმაში რომ გიორგი გახარია რომ ჩამოვიდეს საქართველოში, მას აუცილებლად დაიჭერენ. შესაბამისად და გაიქცა აქედან, ანუ ამ შემთხვევაში დააღწია თავის საპატიმროს და ელისაშვილიც ამას ამბობდა რომ ანუ ძალიან კარგიაო, იმიტომ რომ იქიდან გაცილებით უფრო პროდუქტიული შეიძლება იყოს მათ შორის საკუთარი პარტიისთვის საარჩევნო პერიოდშიო. რის მოსმენები ანუ პოლიტიკოსებიც კი ფიქრობენ რომ ის გაიქცა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე გეუბნები რომ ესე არ არის. თუმცა მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების რეალური საფრთხე რო არსებობს, ამას თვითონ არ მალავენ. შესაბამისად საქართველოს დაბრუნება არც კი განიხილება ეს საიდან დაასკვენით? ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე. არა, როცა გადაწყვეტს გიორგი გახარია ჩამოსვლას, ჩამოვა. მას შემდეგ რაც მოიხსნება ალბათ ეს საფრთხეები, ხომ? მისი დაკავების. როცა გადაწყვეტს გიორგი გახარია ჩამოსვლას, ჩამოვა. თუნდაც რომ არსებობდეს მის გადაწყვეტს სისხლის სამართლებრივი დევნას, ამის მერე გადაწყდება რაღაცა საკითხები. შესაბამისად, როდის ჩამოვა გიორგი გახარია, ამასთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით, მე ერთადერთი შემიძლია დააგიდასტუროთ, რომ ის აგრძელებს თავის ევროპულ ტურნეს, მათ შორის ევროატლანტიკურ ტურნეს. ძალიან ბევრი შეხვედრა აქვს, აქამდე ჩატარებული და მათ შორის მომავალ კვირას დაგიკვირდა. ხო, კი ბატონო, კარგი, ახლა გადავიდეთ თქვენს მე როგორც ვიცი ესეც დაფიქსირებული გაქვთ რომ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა რაც ხდება მათ შორის თქვენ ლიდერთან მიმართებაში თქვენ პოლიტიკური გეგმები არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ შეგიცვლიათ, მაგრამ აი თქვენამდე თქვა ალე კოელისაშვილმა რომ თქვენ ორ ასე ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიას შორის გარკვეული ტიპის თანამშრომლობა განიხილება. შეგიძლიათ თუ არა არ ვიცი დაგვიდასტუროთ რომ შესაძლებელია პოლიტიკური კოალიციით წარსდგეთ თქვენ და ლელო ძლიერი საქართველოს ადგილობრივ არჩევნებში. პოლიტიკურ კოალიციაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა, პირდაპირ შემიძლია დაგიდასტუროთ. მოსაზრებები ჩვენ და ლელოს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გვაქვს ერთიანი, ისინიც რაციონალურად, აბსოლუტურად თვლიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ჩვენ, ისინიც თვლიან, ისევე როგორც ჩვენო, ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და აქ ჩვენ საერთო პოზიციონირება გვაქვს და უახლოეს პერიოდში ალბათ გვექნება შესაძლებლობა კონკრეტულად ვიხილოთ ასეთი ტიპის თანამშრომლობის შესაძლო მაგალითები ისევე როგორც უკვე გყავთ ასე ვთქვათ შერჩეული ნეიტრალური კანდიდატები. მე ვამბობ რომ კონსულტაციების აუცილებლობაზე ვიმსჯელოთ ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით ისევე როგორც დედაქალაქთან მიმართებით ისევე როგორც სხვადასხვა ურბანულ ცენტრებთან მიმართებით. ანუ საერთო კანდიდატი შეიძლება გყავდეთ ნეიტრალურ კანდიდატთან დაკავშირებით ისევე როგორც შეთანხმებულ კანდიდატთან დაკავშირებით ისევე როგორც სამაჟორიტარო ოლქებში ამას ვსაუბრობთ მხოლოდ. რაც შეეხება რაღაცა კოალიციურ გაერთიანებას, ერთიანი სიით და ასე შემდეგ, მსგავსი
საკითხი არც განხილულა ჩვენი მხრიდან, არც ლელოს მხრიდან, შესაბამისად ამასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, თუმცა ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა თვითმმართველობის არჩევნებში როგორც მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე ნეიტრალურ კანდიდატებთან მიმართებით შეთანხმების აუცილებლობას, იმიტომ რომ ეს არ არის სტანდარტული არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს ფუფუნება, მათ შორის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით და მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით რაღაცა კონკურენციის მომენტი გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა კარგი პრაგმატული თანამშრომლობის მაგალითი ვაჩვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბოიკოტს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ და მეორე მხარეს რაღაცა მოღალატეებად აცხადებენ და ოცნებასთან კოლაბორანტებად, ჩვენ ვთვლით, რომ ეს გზა არის რაციონალური გზა და ამას აქვს რამდენიმე არგუმენტი, რომელზეც შემიძლია ვისაუბროთ და მინდა რომ დავასახელო. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ არც ბოიკოტი ივარგებს და არც არჩევნებში შესვლა შეიძლება, დაუშვებელია. მე ვფიქრობ, რამდენიმე არგუმენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს არ არის არჩევნები, რომელიც არის ივანიშვილის ან ყაველაშვილის ან კობახიძის მოწყალება, ეს არის კონსტიტუციის განსაზღვრული პროცესი, როდესაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად ვირჩევთ ადგილობრივ ხელისუფლებებს. მეორე, ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ არ არსებობს არჩევნების ჩაშლის რესურსი, ბიძინეევაშვილის ამოცანა და მთელი ამოცნების ამოცანა არის პოლიტიკური ველიდან გააქროს ოპოზიცია და ამის ფუფუნება ჩვენ არ უნდა მივცეთ. მესამე, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც თბილისში ფაქტობრივად პირდაპირ ფორმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციას აქვს დამაჯერებელი უპირატესობა ელექტორალური და ამ გამარჯვების ფოდნოზე დადება და მირთმევა ოცნებისთვის მე ვფიქრობ არ იქნება სწორი და პრაგმატული საქციელი. მეოთხე ოპოზიციაში მხოლოდ თქვენ არ ხართ ოპოზიციაში არიან მათ შორის ბოიკოტის მომხრეები. კი ჩემს არგუმენტებს დავამთავრებ და მათიც ვისაუბრებ. მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი პროტესტის, ჩუმი პროტესტის გამოხატვა უნდათ საარჩევნო კაბინეტში ამის შესაძლებლობას არ ვაძლევთ, არჩევნებში არ მონაწილეობთ და ეს ფუფუნება ჩვენ არ აგვაქვს. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ოცნებამ ელექტორატი დაკარგა მათ შორის თბილისში, ფაქტობრივად ეს ადამიანები ქუჩაშიც ვერ გამოდიან და თუ ჩვენ არ მივცემთ მათ შესაძლებლობას საარჩევნო კაბინეტში არ მივიდნენ და თავიანთი პროტესტი არ დააფიქსირონ, ეს იქნება დანაშაული პირდაპირ ფორმით ამ ადამიანების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი პერსონალურად მწერს, რომ მე თუ არჩევნის შესაძლებლობა არ მექნება და ძალით მე მიყვანე საარჩევნო უბანზე და იქ ალტერნატივა არ დამხვდა თქვენი სახით ან ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის სახით, მე იძულებული ვიქნები, იმიტომ რომ თვლით მე მიყვანენ და მივცე ხმა ოცნებას. ამიტომ ამის შესაძლებლობა ჩვენ არ უნდა მივცეთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არანაირი კავშირი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასა და ხელისუფლების ცენტრალური ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. სტატუს კვო არის მოცემულობა, რომელიც არსებობს და ფაქტია, რომ გამოწვევები, სასანქციო რეჟიმი, არაღიარების რეჟიმი ჯერ კიდევ ძალაშია და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ჩვენი მხრიდან, მათ შორის ჩვენ ვამბობთ, რომ პროტესტს გაძლიერება ჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ პროტესტთან ერთად ჩვენ გვჭირდება დამატებითი არხები ბრძოლის გზა, რომელზეც ჩვენ უარი არ უნდა ვთქვა და ერთიანი ბრძოლით უნდა შევუყვებით. კი ბატონო, აი თქვენ მითხარით, რომ ხო პოლიტიკურ კოალიციას ლელო ძლიერ საქართველოსთან არ განიხილავთ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლობაზე, მათ შორის საინტერესოა, რომ ნეიტრალური კანდიდატების დასახელებაზე დიდ ქალაქებზე არის, ხო? ალბათ საუბარი ვაზუსტებ. არა მხოლოდ დიდ ქალაქებზე. არა მხოლოდ დიდ ქალაქებზე. ალეკო ელისაშვილმა სხვა შორის დააზუსტა, რომ შესაძლებელია კანდიდატებად დასახელებული იყვნენ მაჟორიტარული კანდიდატებად და მერობის კანდიდატებად დასახელებული იყვნენ მათ შორის საპატიმროში მყოფი პირები. ანუ აი ამ ვერსიაზე რას ფიქრობთ? თქვენც ეს მოსაზრება გაქვთ? შეიძლება უკვე კანდიდატები ყავთ შერჩეული და კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი პირდაპირ ფორმით არც გქონია ჯერ და არც ეს შეიძლება არსებობენ ასეთ ნეიტრალური პირები. იქნება არ არსებობენ ასეთი ნეიტრალური პირები. არ არსებობენ ნეიტრალური, შეიძლება შევთანხმდეთ რომ ისეთ კანდიდატებზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის პოლიტიკური ძალებიდან. შესაძლებელია, დიახ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვეძებთ რა თქმა უნდა ნეიტრალურ კანდიდატებს, იმიტომ რომ ნეიტრალური კანდიდატი არის იმის გარანტია, რომ მაქსიმალურად მეტი ელექტორალური რესურსი იყოს ჩართული, ეს არ იყოს რომელიმე ერთი პარტიის კანდიდატი, ეს იყოს საერთო ნეიტრალური კანდიდატი, რომელსაც საზოგადოების კონსენსუსური ჩვენ ვეძებთ ტალანტებს, აი სადუნაი იპოვოთ ახლა ისეთ ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებაზე, ჩვენ საზოგადოებაზე. არა, საზოგადოებაზე არა ვარ, ცუდი არ ერთი ცუდი საზოგადოებაზე არ ვარ ცუდი წარმოდგენის. იმ საზოგადოების წევრი უნდა არსებობდეს ყველა ასე თქვენ ნდობით აღჭურვილი და თან
უნდა გქონდეს სურვილი იყოს თქვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი შევიდეს ამ ადამიანები განა არ არსებობენ, უბრალოდ ველი არის სულ მცირეურად გაყოფილი, იმიტომ რომ ბოიკოტის მხარდამჭერებსაც ყავთ თავისი, ასე ვთქვათ, მომხრეები. მათ შორის აქციების დროს დაკავებული პირების ახლობლები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლოს არ გაგვეკარონ ის ადამიანები, ვინც ის პოლიტიკური ძალები, ვინც არჩევნებში მივიდა. საპატიმროში არიან ადამიანები, რომლებიც ამ არჩევნებს უწევენ. ამიტომ გეკითხებით სწორედ და რომ გაჭირდება თქვა ასეთი ნეიტრალური ადამიანების პოვნა კონკრეტული მიზნისთვის, თორემ საქართველოში რომ ძალიან ბევრი ყავს ასეთი, ახლა ამაში ეჭვი არ მეპარება. ამოცანა, თუმცა რთულ ამოცანას ჭირდება გადაწყვეტა და სირთულეები როდის აშენებდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ვიქნებით ჩართულები. რაც შეეხება ბოიკოტს, მე არ მესმის სიმართლე რო გითხრა, საერთოდ უნიკალური მაგალითი იყო ნეგატიური თვალსაზრისით გამარჯვებულ მუნიციპალიტეტის მერიას დაადებინეს განცხადება, რომ ჩვენო ბოიკოტს უერთ წარმოგიდგენია თქვენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოს მერიას დაადებინეს, მე წაშალეს საბედნიეროდ. ვინ დაადებინა ეს განცხადება? ნაცმოძრაობამ მინ დაადებინა ხო? ეჭვგებარება, ნაცმოძრაობამ დაადებინა ეგ განცხადება. წარმოუდგენელია გამარჯვებულ მერიას დაადებინეს განცხადება, რომ ჩვენო ბოიკოტში მე ვერ წარმომიდგენია გულწრფელად როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში უყურეთ თემა შეიძლება კი კი რა თქმა უნდა როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში აწარმოო კამპანია არა არჩევნებს ეს ნიშნავს ფაქტობრივად ადამიანების გონებაში განწყობილებაში შემოტანას იმ იდეის რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთ არჩევნებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეს არის მეორე მხარეს რაღაცა რევოლუციური სცენარი თუ ამ ადამიანებს გეგმა აქვთ აი 5 ოქტომბრის მერე რა ხდება ან რევოლუცია ვინმე დაუშალა კაცო რამის გაკეთება ჩვენ უბრალოდ მიგვაჩნია რომ პროტესტთან ერთად ეს გზაც მნიშვნელოვანია ეს ბრძოლის ველიც ასათვისებელია ჩვენ თავდასხმას არანაირად არ გავაკეთებთ არც ვაწარმოებთ პოლიტიკურ ოპონენტებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორე მხრიდან საზოგადოებამ შეაფასოს როგორი აღვირახსნილი და ბინძური კამპანია მიმდინარეობს იმ თანამებრძოლების წინააღმდეგ რომლებსაც საერთო მიზანი უნდა გაგვეშთეს ჩვენ ოცნების რეჟიმის შემოშლას. სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ანუ აი ამ პროცესში თქვენთვის არ ვიცი, იყო ან არის თუ არა მნიშვნელოვანი და ხომ არ აპირებთ რომ რაღაცნაირად უფრო მყარი არგუმენტებით შეეცადოთ რომ თქვენს პოზიციაზე გადაიბიროთ, იმიტომ რომ ელისაშვილი მაგალითად აი აპირებს მასთან ცდილობს ყოველ შემთხვევაში უკვე მასთან შეხვედრას რომ სწორედ ამ არგუმენტებით დაასახოს მით უფრო რომ სხვათა შორის თვითონ აქვს ნათქვამი მხოლოდ მისგანაც არ მომისმენია თბილისი ხომ თქვენ ამას ალბათ თქვენც აღიარებთ ამას რომ თავარი ბრძოლის ველი საარჩევნოდ იქნება დედაქალაქი და სალომე ზურაბიშვილი როგორც შეთანხმებული კანდიდატი თბილისის მერად კარგი იქნება იდეა თქვენც თვლით რომ იდეალური იქნებოდა და აი ასეთ ვითარებაში ჩვენ საჯაროდაც გვითქვამს პირად კომუნიკაციაშიც გვითქვამს ქალბატონი სალომესთვის ეს და თქმა უნდა შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები აქვს ქალბატონ სალომეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მაგრამ მე ვთვლი რომ პრაგმატული პოზიცია იქნებოდა არჩევნებში მონაწილეობა ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმება და მართლაც სალომე ზურაბიშვილი ხა მე არ მინდა ერთი და იგივე ამოუჩელება განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით იქნებოდა ის ავტორიტეტული ნეიტრალური კანდიდატი რომლის დასახელების შემთხვევაში მათ შორის ელექტორალური ანუ ფაქტობრივად შესთავაზეთ ხო აი ამ ასე ვთქვათ მოსაზრების გაჟღერებით სალომე ზურაბიშვილს ფაქტობრივად შესთავაზეთ რომ ყოფილიყო ნეიტრალური კანდიდატი და რა პასუხი მიიღეთ ბერდია ჩვენ საჯაროდ ვაფიქსირებთ ამას. არა, მესმის მაგრამ საჯაროდ ხო ვერ გიპასუხეთ სალომესთან დაგიფიქსირებიათ ეხლა მითხარით. ქალბატონ სალომეს პოზიცია თქვენ მოისმინეთ არჩევნებთან დაკავშირებით და მათ შორის ბოიკოტთან დაკავშირებით. ჩათვალეთ დიახ, აბა რა ვიცი, საჯაროდ თქვა ადამიანმა და ბუნებრივია ეს პოზიცია მისი უნდა მივიღოთ როგორც ოპოზიცია. მადლობა. ბერდიას იჭინავა პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს იყო ამ დროისთვის. ორშაბათამდე უნდა დაგემშვიდობოთ. არ ვიცი, ხა ბოლო პერიოდში უკვე ყველა ასე ვთქვათ მოარული პოლიტიკური ჭორი საკმაოდ დიდი პროცენტულობით მოდის თითქმის სრული სიზუსტით მართლდება ხოლმე, მოდი ასე ვთქვათ და ნახოთ ამბობენ რომ ძალიან მძიმე უქმეები გველოდებაო. რა ვიცი, მშვიდობა მინდა გისურვოთ. პოლიტიკური მოვლენების განვითარების თვალსაზრისით გულისხმობ. სხვა არ მინდა შეგაშინოთ. ორშაბათამდე დაგემშვიდობებით.